მოგესალმებით, ძვირფასო ტელემაყურებლებო, ეთერშია ტელეკომპანია სეზონი დღის შემაჯამებელი გადაცემით. ესე იგი, ჯერ იყო და ამ რუსეთ-უკრაინის ომმა დაადასტურა საქართველოში რამდენი უვიცი და გაუნათლებელი ექსპერტი ყავს, ძალით ექსპერტი და ამ ირან-ისრაელის ომმა კიდევ ერთხელ ცხადყო და აი ბეჭედი დაასვა ყველაფერს, რომ საქართველოში აი სრული პროფანები სრული უვიცები, გაუნათლებელი, კონფორმისტების თელი გარკვეული აი კოჰორტა არსებობს, რომლებიც პირადი გამორჩენის მიზნით, მაგალითად, რომელიმე ქვეყანას აამონ და აპროგნოზს აკეთებენ, მეორე მხარე კიდე მეორე მხარეს აამოს და იმას კი არ უფიქრდებიან, რომ საქართველოს ეროვნული ინტერესები ამით ზიანდება. მე, რომელიც არ ვარ არც ერთი პარტიის წევრი, არც პრეზიდენტი, არც პრემიერი, არც ხელისუფლებას არ მოვადგენ, ჩემი პირიდანაც კი არ ისმის ის რაღაც განცხადება, რომ მაგალითად მე ამას უჭერ, იმას უჭერ, ან რომელიმე ქვეყანის მხარეს ვარ, ამას მე ვერ ვიტყვი ამ ტელევიზიით, იმიტომ რომ ამას შეიძლება ინტერპრეტაცია მიეცეს სხვაგვარი. და ამას უყურებს უამრავი ადამიანი ტელევიზიებსაც და საინფორმაციო საშუალებებს. და დღეს უკვე აი გამოჩნდა სხვადასხვა ირანის, ისრაელის გარკვეული წარმომადგენლების განცხადებები, რომ აი იმასთან დაკავშირებით, რომ აი ვიღაცა ხარს უჭერს, ვიღაცა ზოგჯერ ხელისუფლებასაც აი გამოჩნდა მაგალითად ირანის ექსპერტების განცხადება, რომ საქართველოს რაღაცა ხარს უჭერს ისრაელსო. გამოჩნდა აგრეთვე სხვა პოზიციებით. რატო უნდა მივცეთ საბაბი? აი მე აი ტვინგაყინულ ექსპერტებს მინდა მივმა. ვინ გაძალებთ? ვინ რო ესეც სისულელები ილაპარაკ. როდესაც უღრან ტყეში ლომი და ვეფხვი ერთმანეთს დაეტაკება, კურდღელი იმდენი უნდა იყოს ტვინი, რომ მაღლა ავიდეს და უყუროს ხეზე რა მოხდება და არა ჩაერიოს ამაში. თორე ერთი თათი თუ მოხდება, იმ წუთასვე ესე იგი დაამთავრებს სიცოცხლე. თქვენ კურდღლებო, თქვენა ვერ გავიგე, ვერ ხვდებით, რომ ამ დაპირისპირებაში უნდა ვიყოთ ჩუმად, ხმა არ ამოვიღოთ. ვინ გეკაჩებათ? ესე იგი, უკრაინელები და რუსები განცხრომაში არიან აჭარაში და თბილისში. და აქ საქართველოში კლავენ ერთმანეთს, ვინ შენ რუსო, შენ ისა, შენ ესე იგი ამ დროს უკრაინელებს და სულ არ აინტერესებთ ეს? და აქ არიან იმაში, სრულ განცხრომაში. და ეხა დაიწყეს, აი მე ირანის მკერ ვარ, მე ისრაელის მკერ ვარ, იყავი, მაგრამ გაჩუმდი, ხმას თუ იღებ. ამ Facebook-ზე დაყენებული აქვთ ისინი, მე იცით რა, შეიძლება ჩვენც რაღაცა პოზიცია გაგვაჩნია, მაგრამ არ არის ეს სწორი. განსაკუთრებით ამ ტელეიმედის გასაგონად მინდა ვთქვა. ნუ აკეთებთ ისეთ განცხადებებს და ისეთ სიუჟეტებს, რომ ეს აქმული იყოს. ისე რომ თქვენ ერთხელ, იმიტომ თქვენ ხართ სახელისუფლებო ტელევიზია, რამდენიც არ უნდა ილაპარაკოთ თქვენ, რომ თქვენ ხართ დამოუკიდებელი მედია, ის ეხლა როგორც მე არა ვარ ჩინეთის იმპერატორი, ისე არა ხართ თქვენ დამოუკიდებელი მედია. ყველამ კარგად ვიცით ეს. ნუ აკეთებთ ამ განცხადებებს. ეხლა მე ნაცარხებზე საერთოდ არ მაქვს ლაპარაკი, ისინი საერთოდ ქვეყნის მტრები არიან და იმაზე საერთოდ ლაპარაკიც კი არ ღირს. ეს ჩვენი ქვეყანა დაზიანდება აი ასეთი განცხადებებით და პრობლემები შეგვეკვდება ჩვენ. და მე კიდე მე მინდა ხელისუფლებას მივმართო რა, რომ გაუყოვნებლივ საიმიგრაციო პოლიტიკა უნდა იქნას გამკაცრებული. ეხლა თუ აქ ირანში და დიდი ალბათობით ეს ომი გაგრძელდება, ეს ირანელი ტოლვილები ჩვენამდეც მოაღწევენ. და ასევე სხვა რჯულის ხალხიც რო აკტრიალებს გარშემო ვიცით. და თუ კი ირანმა ჯიხადი გამოაცხადა და ამის ალბათობა არ უნდა გამოირიცხოს, აქაც შეიძლება რაღაცა მოხდეს, დატრიალდეს უბედურობები. თუ ამერიკას ეშინია ამ მიგრანტების და ამ 12 ქვეყანა დაასახელა, რომელიც არ უნდა შევიდეს იმ ქვეყნის წარმომადგენლები და ამბობს უშიშროება, ჩვენ ვერ უმკლავდებით ამასო და ლამის ომი დაიყო ლოს-ანჯელესში, მიგრანტებმა გადაწვეს ყველაფერი. ჩვენ ვინ ვართ ამისთანა, რომ ამას ყველაფერს გაუმკლავდეთ. საფრანგეთში დღესასწაულია თუ რამე პრობლემა, წვავენ, ანადგურებენ ეს მიგრანტები ყველაფერს.
აი ხა PSG-მ ჩემპიონთა თასი რომ მოიგო, მაინც დაწვეს ყველაფერი. არა აქვს მნიშვნელობა. იქ მიზეზი უნდა იყოს გინა სასიხარულო, გინა სამწუხარო, ყველაფერს წვავენ და ანადგურებენ. და რატო გონიათ რომ ეს საქართველოში არ მოხდება? თუ მიგრანტები ყველა ქვეყანაში ასე იქცევიან, საქართველოში რამე შერწყებად და არ გააკეთებენ, ვერ იზამენ ამას თუ რა? და ჩვენი ქვეყანა გაუძლებს ამას, ჩვენი ეკონომიკა? ამიტომ ძალიან საშიში მდგომარეობა ჩვენს გარშემო. ბევრს რომ უხარია რომ აი ირანის განადგურება, ჯერ ირანს მე არც ირანისკენ გამოვაცხადე პროპოზიციაზე, იმიტომ რომ მე სახელმწიფოდან გავდი, მაგრამ თუ რაღაცა იქ ძალიან გაფუჭდა სიტუაცია, ჯერ რადიაციული ფორმა შეიძლება პრობლემა შეგვიქმნას. იმიტომ რომ არც ეს შორია აქედან ირანი და მე კიდე ამ დევნილებმა, რომლებიც წამოვლენ, აქამდეც მოვლენ და ვინ შეაჩერებს ამას არ ვიცი. ამიტომ ყველაზე სასურველია რომ ეს ომი გაჩერდეს და ჩვენ ამისკენ უნდა ვიყოთ ორიენტირებული მშვიდობის და სამშვიდობო ფუნქცია უნდა გქონდეს საქართველოს და არა რომელიმე პოზიციის დაფიქსირების. და ზოგიერთი ავანტყოფი ექსპერტი, რომლებიც თვითონ ძალიან პროფესორობენ და ძალიან ისე თავი მოაქვთ, გამოდიან და ლაპარაკობენ, აი რაღაცა ერთხარები, გაჩუმდით, ხმას ნუ იღებთ რა. გამოვლენ იცით ყველაფერში აი ესე იგი არის ესეთი ტერმინი ყველაფერში კი აი ყველაფრის ხელოსნები რო არიან იმის და ყველაფრიშიკებს ეგ ყველაფერშიკები როგორ ახართ კაცო ვერ გავიგე არის დარგები რომლის კომპეტენცია ცოტა ჭირდება ეხლა ახლო აღმოსავლეთიც იცით ევროპაც ყველაფერი როგორ იცი მე ვერ ვაძლევ უფლებას თავს რომ ყველაფერზე ვილაპარაკო თქვენ ვიხართ ერთი ასეთი ეკონომიკაში ცერკვევით კულტურაში იმაში სპორტშიც პოლიტიკაში ყველაფერშიკები ხართ თქვენ და ქვეყანას აზარალებთ მერე და განსაკუთრებით მიმართავ ამ სახელმწიფო მედიას რა რომ გაანებეთ თავი ამ ირიბი მხარდამჭერისგან რომელიმე ქვეყნის გაანებეთ თავი ეგ კი არა სტუმრებს აღარ ვიწვევ ისეთებს რომლებიც რაღაცა ვიცი რომ იმპოზიციას გამოაჩენდნენ რომელიმე ქვეყნის მხარეს იქნებიან მიმართულებით მე ვეთანხმებით ახლა იმ დღეს გამოვიდა სუბარი და თქვა რომ ჩვენ უნდა გქონდეს ნეიტრალური პოზიცია და სწორია ესა ჩვენ რო ამდენი 600,000 მუსლიმანი ცხოვრობს საქართველოში. აგერ გარშემო თურქეთი ყავს. აგერ აზერბაიჯანი, თილო კავკასია. ჩვენ რო ეხა რომელიმე მხარეს პოზიცია დავიკავოთ, ჩათვალეთ რომ აქ პრობლემა გვექნება. ან თქვათ პირიქით აი მეორე მხარის პოზიცია რო დავიკავოთ. გაგიგიათ ჩემგან მე თქვას რომელიმე პოზიციას ვიკავებ მეთქი ან უჭერ მხარს მეთქი? გაგიგიათ? არც ვიტყვი, იმიტომ რომ ამ გადაცემას ბევრი უყურებს, მე ვცელდება და მიუხედავად ამისა რომ მე არა ვარ ოფიციოზი ხო და ამ პოლიტიკოსებს და ექსპერტებს მინდა მივმართოთ ამ ტვინ გაყიდულებს რომლებსაც არანაირი დობა არ აქვს საზოგადოებაში მაგრამ შეიძლება მათი განცხადება გამოყენებული იქნას ჩვენი ქვეყნის საზიანოდ რამდენჯერ უნდა ამოისვაროთ თქვენი სახელი ლაფში რამდენჯერ უნდა ბოლო უნდა მოახდინოთ დისკრედიტაცია თქვენი თავის გეკითხებით რამდენჯერ დღეს საქართველოს გადარჩენის ფორმულა ამ ომში არის სრული ნეიტრალიტეტი რომ არც იქითკენ და არც აქითკენ არ გადავიხაროთ აი ეს არის ჩვენი ფორმულა და ძალიან გთხოვთ ყველას ნუ გაგხვევთ ჩარში ყველგან ომია სადაც კი გაიხედავ აქეთ რუსეთ-უკრაინის იქით ირანი იმას რა ქვია ისრაელის ფართომასშტაბიანი ჩინეთი-ტაივანის ომიც არ არის შორში თუ ასე გაგრძელდა აქეთ კიდე ამერიკას კიდე სხვები ემუქრებიან აგერ სომხეთი აზერბაიჯანი თქვი კიდევაც ყველგან ფაქტობრივად საომარი მოქმედებები არის ყველგან აბსოლუტურად და ერთადერთი საქართველოს ამ რეგიონში რაღაცა იჩეს რაღაც ცოტა მშვიდობის მაგვარ რაღაც პოზიცია და ისიც უნდათ რომ აი ამოგთხარონ ამოგსვარონ და რაღაცნაირად პრობლემა შეგვიქმნა. დღეს ჩვენ ამ თემებზე ვისაუბრებთ მეგობრებო, ჩვენი სტუმარი არის პროფესორი, ისტორიკოს პუბლიცისტი ბატონი დიტო ჩუბინიძე. მოგესალმებით. საღამოშვიდობის ბატონი ნიკოლოზ, მივესალმები ჩვენი ტელევიზიის ერთგულ მაყურებელს, ტელეკომპანიის სეზონს. ჩვენ დავიწყეთ საუბარი აი ამ ეხა ყველა თითქმის ამაზე საუბრობს და ეხა ჩვენ გამონაკლისი ვერ ვიქნებით ისრაელ ირანის დაპირისპირებით და იმ პოზიციით იმ როლით საქართველოს როლის აკიღა. ჩვენ ვერაფერს ვერ შევცვლით, არაფერი არც შეგვიძლია ამ ომში რაღაცა ზეგავლენა მოვახდინოთ, ეს შეუძლია დიდ ქვეყნებს. ამიტომ ჭკუის დარიგებებიც არ არის საჭირო. აქ შეიძლება ჩაერთოს რუსეთი, ჩაერთოს ჩინეთი, მაგრამ საქართველოს შეუძლია მხოლოდ
რაღაც სამშვიდობო ფუნქცია ისკისროს მოლაპარაკებები, რაღაც შესთავაზოს, რაღაც თუ მიიღებს რომელიმე მხარე. აი თქვენ როგორ ფიქრობთ რა გარკვეული პოზიციები რომ დავაფიქსიროთ აი ამ და ამ მომთან დაკავშირებით თქვენი პოზიციები. კიდევ ერთხელ მივესალმები ჩვენს ერთგულმაყურებელს. ძალიან ძიმე სიტუაციაა. ეს არის მარად ძველი და მარად ახალი კონფლიქტი, რომელსაც როგორც ჩანს არც დასასრული და არც დასაბამი არ აქვს. ეს კონფლიქტი გრძელდება დიდი ხანია და ეს კონფლიქტი ალბათ გაგრძელდება უკუნითი უკუნისამდე, ვიდრე იარსებებს ირანი, სპარსეთი, მსოფლიო ცივილიზაციის ერთ-ერთი აკვანი და იარსებებს ისრაელი, მსოფლიო ცივილიზაციის კიდევ ერთი აკვანი. ძველ აღმოსავლური სიბრძნე გვეუბნება ჩვენ, დუმილი ოქროა. აი ამ შემთხვევაში საქართველოს სწორედ ეს პოზიცია უნდა აირჩიოს ძვირფასო მეგობრებო და ჩვენ არანაირად არ უნდა რაღაცნაირად გამოვიჩინოთ ზედმეტი აქტიურობა და თან ისეთი აქტიურობა, რომლის უკანაც არავითარი ძალა, არავითარი კომპეტენცია არ დგას. საქართველოს დღეს არის ისე მდგომარეობაში, რომელსაც აბსოლუტურად არავინ არაფერს ეკითხება. ჩვენ ვართ დანგრეული, მიწასთან გასწორებული, დაჩეხილი ტერიტორიულად დაყოფილი ქვეყანა, რომელსაც ყავს ფაქტობრივად სამი ხელისუფლება, ოკუპირებული ცხინვალისა და აფხაზეთის ხელისუფლებები და საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება. აქედან გამომდინარე, ქვეყანა, რომელიც კომუნისტების დროს 79000 კვადრატულ კილომეტრს შეადგენდა და დღეს ფაქტობრივად სამ სამეფოდ, სამ მინი სახელმწიფოდ არის დაყოფილი, ჯუჯა სახელმწიფოებად, ვერანაირად ვერ შეძლებს რაიმე გავლენა მოახდინოს საერთაშორისო პოლიტიკურ ურთიერთობებზე და რაღაცნაირად ან ერთ სახელმწიფოს რაღაცნაირად ჩვენი პოზიციით აღმოუჩინოთ დახმარება ან მეორეს. მაგრამ თუ ბევრს ვიტლიკინებთ ძალიან დიდი ბოდიში ამ გამოთქმისთვის, შეიძლება მხოლოდ ჩვენ თავს ვავნოთ და ჩვენ თავს მოუტანოთ ზიანი, ისევე როგორც ეს არაერთხელ გაგვიკეთებია ჩვენ. ესე იგი, ქართველმა პოლიტიკოსებმა იმდენი ქნეს, რომ თუ პოლიტიკანებმა, თუ მოსყიდულმა აგენტებმა, თუ უსაქმურებმა, თუ არაფორმალებმა, თუ რა ვიცი, როგორც უწოდებდნენ მან თავის დროზე, იმდენი ქნეს, რომ საბჭოთა კავშირის ნანგრევებში პირველი საქართველო მოყვა და ყველაზე დიდი უბედურება და ყველაზე დიდი საშინელება და ყველაზე დიდი ზარალი სწორედ საბჭოთა საქართველომ ნახა. ყოფილმა საბჭოთა რესპუბლიკამ, მოკავშირე რესპუბლიკამ. და იმის შემდეგ წელში ვეღარ გავსწორდით. ეს არის სწორედ იმ ვაი პოლიტიკოსების, უი ექსპერტების და იმ მატრაკვეცობის, თუ შეიძლება ასე ითქვას, ბრალი, როცა ყველაფერი იცის, მაგრამ სინამდვილეში არავინ არაფერი არ იცის. აი კლასიკური მაგალითად იგივე გია ხუხაშვილი. გია ხუხაშვილი, რომელიც არის კაცი არის ყველაფრის ექსპერტი. ესე იგი, ეკონომიკის ექსპერტი არის, პოლიტიკის ექსპერტი არის. ნუ არ ვიცი რა, საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტი არის, ისტორიკოსი არის, ნუ მოჭადრაკი არის, ფეხბურთელი არის, ნუ არ ვიცი რა, ნუ ესე იგი ეს კაცი ვერ ოკდება რა, ვერ ოკდება და ცხონებულ ბათრი პატარა კაციშვილს რო დასჭირდა, სახლში იყო შეკეტილი და რა ვიცი. ესე იგი ვერაფრით ვერ გამოაცხრია სახლიდან, რომ იმ კაცს გვერდით დადგომოდა. არა და ფულები ძალიან ბევრი წაიღო თავის დროზე სახლში, როგორც ჩემთვის ცნობილია. არანაკლები ფულები მას ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა დაახარჯა და დააყარა თავზე და ეხლა შეატრიალა კლარნეტი და ხანწაღმა ლაპარაკობს, ეს კაცი ხან უკუღმა ლაპარაკობს. და თან ივანიშვილს ლანძღავს ივანიშვილის ნაჩუქარი სახლიდან. მე არ ვიცი ესე მსგავსი უმსგავსობა, ესეთი უზნეობა, ესეთი ესე იგი მსგავსი პარტახი და დეგრადაცია სულისა, ნუ არ ვიცი, არცად წამიკითხავს და არცად მსმენია და არცად მინახავს. ამიტომ თქვენ აბსოლუტურად სწორად ბრძანებთ ბატონ ნიკოლოზს და გეთანხმებით, რომ ქართველმა პოლიტიკოსებმა, თუ პოლიტიკანებმა, თუ ეგრეთ წოდებულმა იმ ექსპერტულმა წრეებმა, თუ ვაი ექსპერტებმა უნდა რაღაცნაირად დაიმოკლონ ენები და შეიკავონ თავი, იმიტომ რომ ინჩი-ბინჩი არ გაეგებათ აი ამ პრობლემატიკისა, გაგნებაში არ არიან, გაგებაში არ არიან, რას ბოდიალობენ, რას ბჟუტურებენ, ისტორია არ იციან იმ კოსტაიას არ იყოს, ნემენცური მაგან არ იცის, ინგლისური მაგან არ იცის, რუსული მაგან არაფერი არ იციან და ხალხი, ესე იგი, საერთაშორისო გეოპოლიტიკურ სიტუაციებს არჩევს. ეს არის ცივილიზაციათა ომი, ძვირფასო მეგობრებო.
ეს ომი არ დაწყებულა გუშინ და დღეს, ეს ომი დაიწყო ბიბლიიდან. ბიბლიაში იწყება ეს ომი და მე აღარ შევალ ახლა იქ რა ქვია წიაღშლებში. ეს არის უძველესი ცივილიზაციის ქვეყანა, ირანი, სპარსეთი. და თუ გაინტერესებთ, საიდან მოდის და როგორ მოდის, ნახეთ ისტორიის და ძველი აღმოსავლეთის ისტორიის სახელმძღვანელოებში, ვინ იყო კიროს მეორე დიდი აქემენიდი და რას წარმოადგენდა სპარსეთის უზარმაზარი სახელმწიფო. და რაც შეეხება ისრაელს, კიდევ ისრაელი რა სივრცეა და რა გაგება არის და რა ფუნდამენტია და რა სიმაღლეა, ეს ბიბლია საკმარისია თვალი გადაავლო და მიხვდებით და გავიგებთ, ხო? ამიტომ ასე ხელაღებით, აი ამ აპატიეთ ამ ტუტრუცანა ხალხის საექსპორტო შეფასებები ეგრეთ წოდებული ავნებს მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს. იმ შემთხვევაში, როცა საქართველოს აი ბალიათი შაური არავინ არაფერს არ ეკითხება, გავჩუმდეთ, ხო შეიძლება ქართველებო, რომ ერთხელ მაინც დავიმოკლოთ ენა და გავჩუმდეთ. აი ვინმე რამეს გვეკითხება ჩვენა? არა, იცი რა არის ეს? და აბსოლუტურად გეთანხმებით მე თქვენ აი ამ ტელეკომპანია იმედის ხელმძღვანელობას მინდა მივმართო, რომ ესე იგი ხარდა აშკარად ერთ-ერთი ქვეყნის ხარდამჭერ პოზიციას იცემენ. გასაგებია რომ ნუ იცეთ, ეს შეიძლება კავშირები გვაქვს, შეიძლება ერთი ქვეყნის მიმართ შეიძლება, მაგრამ არა არის ქვეყანა ზარალდება, არ შეიძლება კაცო. არ შეიძლება ამ ომში ცხვირის შეყოფა საქართველოს მსგავსი ქვეყნის მიერ ამ ომში ცხვირის შეყოფა ეს არის ჰარაკირი, თვითმკვლელობის ტოლფასი. და გავჩერდეთ, დავდუმდეთ, დავოკოდეთ. გადაიაროს ამ უბედურება მან ქარიშხალმა და მე შევხედოთ რაც იქნება და როგორც იქნება. ესე იგი მოღალატე პარტია ნაცმოძრაობა ამასაც ყველაფერს სათავისოდ იყენებს და აი ხა განახებთ ახლა ესე იგი ადამიანები რომლებიც ეს ირანის ხელისუფლების წარმომადგენლები დაიხოცნენ. ესე იგი ამ დახოცილების სიაში ამათ თუნდაც ნაცებს რომ ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლებიც იყვნენ და აი განახებთ ახლა რასთან გვაქვს საქმე. ფოტოს აზიარებენ, სადაც გამოფენილი იყო ისრაელის მიერ განადგურებული ირანის მაღალჩინოსნების სურათები. უმრავლესობის წევრთა შეფასებით ოპოზიციის პროპაგანდისტები პირდაპირ ახალისებენ მკვლელობას. მე ხარ მიხომრია ეს რას რომ მოსადი რო ხოცავს მისი სახელმწიფოს მტრებს ირანში და ვიღაცა ქართველი რო წერს და აქვეყნებს ფოტოს სადაც ირაკლი კობახიძის გარშემო ყველა მოკლული ყავს მოსადს ადარებთ ერთი და იგივე მასშტაბის საფრთხეა? არც ერთი პოსტი არ იდება გარკვეული მიზნის გარეშე და გარკვეული წინასწარი შეთანხმების და ჩამოყალიბებული გეგმის გარეშე. აქ ირაკლი კობახიძეზე არ არის მხოლოდ ლაპარაკი, აქ არის გარკვეული გეგმა, რომელიც ითვალისწინებს საქართველოში პროცესების ეგრეთ წოდებულ მეიდანიზაციას, რაც აუცილებლად უნდა იყოს დაგვირგვინებული სისხლის ღვრით. ეს არის ამოცანა. ამ ამოცანის შესასრულებლად ირანის მაგალითებს გამოვიყენებენ, უკრაინის მაგალითებს თუ სხვა მაგალითებს, ამ შემთხვევაში არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. სულ არ აინტერესებს ვინ იქნება მოკლული აი მიტინგების დროს. უმრავლესობის მხარდაჭერის, ოპოზიციის მხარდაჭერი თავარია რომ სისხლი დაიყვაროს. რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები დღენიადარ ცდილობენ რომ ჩვენ საზოგადოებაში წააქეზონ, გააღვივონ როგორც სიძულვილი, ასევე ყველაზე მძიმე დანაშაულების და თუ ჩვენ მათ ბუნებას გადავხედავთ, წარსულში ისინი არა მარტო სურვილით გამოდიოდნენ რომ ადამიანები მოეკლათ, არამედ ადამიანებს კლავდნენ კიდევაც პირდაპირ ქუჩაში, მათ შორის ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლება, ვისი სულიერი მემკვიდრეებიც არიან ესენი. ეს სიძულვილი არის დასპონსორებული გარეძალებისგან. სხვათა შორის, აი ძალიან ბევრი კითხულობს ჩვენი მეგობარი ქვეყანა, რატო უკვე ამდენი ხანია ვითმენთ ამ ყველაფერს. აი ქუჩაში მაგალითად, აი ეს გადაკეტილი რო აქვს რუსთაველი ამდენი ხანი და ტურისტული სეზონი კარს მოგვადგა. ეხა ამდენი უამრავი ტურისტი უნდა ჩამოვიდეს ქვეყანაში და აი ამ გადაკეტილ რუსთაველს უნდა უყუროს და ვერ გაიაროს რუსთაველზე. ისედაც ბევრი არის საცობი და კიდევ უფრო მეტად პარალიზებულ მდგომარეობაში უნდა ვიყოთ. აი ვერ გავიგე, აი ამ ძალის ამოზირკვა და ძირფესვიანად ამოგლეჯვა რა გახდა მართლა რა. ამ ომსაც იყენებენ ქვეყანაში თავიანთი ბინძურის რახვების განსახორციელებლად. ყველაფერს იყენებენ დივერსიებისათვის. აი ხა მაგალითად, მინდა ჩვენ პოლიტიკას დაუბრუნდე, რაც ახლა ამ გახარიამ გააკეთა, ამ კონჩიტების დედოფალმა.
ეს ჩორჩანას ინციდენტი, რომელშიც არავინ არ ეუნებოდა მას, რომ იქ კოშკურა გაეკეთებინა, გზა გაეყვანა და დღეს ის ტერიტორია დაკარგული არის, უკვე იქ ტყე და რაღაცა უკვე წაღებული აქვს იმათ. აი როგორც სალომე ზურაბიშვილს არ ეკითხებოდა, რომ ავიდა იქა იმ ჩიჩხიტურთან და დაიწყო ბოდიალი და ამას მოყვა შემდგომში იმ გარეჯის ოკუპაცია, ისე აი ამ ნაძირალამ ამან დაიწყო იქ თვითნებურად მოქმედებები და ეხლა ეს კაცი აქ უნდა რომ ხელისუფლებაში მოვიდეს და კიდე ეგრევე მართლა ხელისუფლებაში მოვიდეს, მაშინ დაიქცევა ეს ქვეყანა. წავიდა პანკიში პროვოკაცია მოაწყო იქა. ყველგან ის კიდე იქ ღონისძიება რო ჩატარდა, გადაამლაშა იქ კიდე რუსთაველზე ყველაფერს. აი ეხლა ამ მოღალატეს ეხლა ჩვენ უნდა ტელევიზორში უსმენდეთ თუ ციხეში უნდა ეგდოს ეს კაცი. მით უმეტეს უკვე ჩვენებები მისცეს ხალხმა, ხო დავინახეთ აგერ არა მინისტრებმა. დაადეს ხელი, ყველამ დაადო. თქვენ რო ამბობთ, რომ აი ეს ვინ ეკითხებოდა იქო ჩორჩანაშიო, აი ამ საგუშაკო პოსტის გახსნასო. თუ ეკითხებოდა კი არა ბატონო ნიკოლოზ უბრძანეს, ეს არის აგენტი კაცო. უბრძანეს. ეს ხო საქვეყნო ცნობილი ფაქტია, რომ მელიას დაჭერის მომენტში როცა ის გადადგა, მან ითხოვა 10 წუთიანი დრო და იმათ წუთში დაურეკა თავის პატრონს და იმათ უთხრეს, რომ გადადექიო და ესე იგი რადონის მონა კაცი არის ქვეყნის პრემიერ-მინისტრი და ვიღაცა ეუბნება, რომ გადადექიო და მიდის პრემიერ-მინისტრობას ტოვებს და გადადის ეგრეთ წოდებულ ოპოზიციაში, რათა ისევ გახდეს პრემიერ-მინისტრი. აი რადონის მონა არის კაცი და რადონეზე არის ის გადაბირებული, აი დავერბოვკებას რო ვეძახით ჩვენ, ხო? როგორ არის ის გადაბირებული? და ყოველივე ამის შემდეგ ჩვენ რა გვიკვირს ვიფასო მეგობრებო? ჩვენ აი ამ სიტუაციაში, როდესაც სამ კაცში 4 მოღალატეა და შეიძლება 5. მე პოლიტიკური სპექტრი მაქვს ხედველობაში. ეს ქვეყანა მართლა დღეს აი საცოდავი პატიმრების და პატიოსანი მღვდლების ლოცვაზე დგას, თორე ეხლა გოგირდის წვიმა უნდა მოდიოდეს ნებისმიერი ლოგიკით, იმიტომ რომ პოლიტიკური სპექტრი 99% არის აბსოლუტურად გაყიდული, ეს არის აგენტურა. ეხლა პატიოსან საქართველოზე დგას მხოლოდ და მართლა უფალი ისმენს ჩვენს ლოცავ ედრებას და ის პატიმრების ლოცვაზე დგას და პატიოსანი მღვდლების ლოცვაზე დგას დღეს და ვედრებაზე და ესე იგი მეოხებაზე დგას ეს ქვეყანა, თორე გეუბნებით რომ არანაირი, ესე იგი ყველანაირი საფუძველი სახელმწიფოებრიობისა, ყველანაირი ბასტიონი მორღვეულია, დემორალიზებული არის საზოგადოება. საქართველოს წააგო 4 ომი 91 წლის 9 აპრილის შემდეგ, რაც დამოუკიდებლობა გამოცხადდა, ქვეყნის პირველმა პრეზიდენტმა გამოაცხადა საქართველოს დამოუკიდებლობა, იმის შემდეგ საქართველოს წააგო 4 ომი. ომი აფხაზეთში, ომი ცხინვალში, 2008 წლის აგვისტოს ომი და ომი საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ. ჩვენ დავამარცხეთ ჩვენი ქვეყანა, ჩვენ გავიმარჯვეთ ჩვენ ქვეყანაზე, ჩვენ მოვკალით საქართველოს თავისუფლება და დამოუკიდებლობა და ეხლა დავდივართ და ვეჭხუბებით ერთმანეთს არაშენი ბრალია და არაშენი ბრალიო. შემოგვიყარეს ამდენი აგენტები და დაგვისვეს ზოგი პრემიერ-მინისტრად, ზოგი შინაგან საქმეთა მინისტრად, ზოგი ოპოზიციაში, ზოგი ბანკირი გახადეს. გახარიაც ერთ-ერთი ასეთი აგენტია. ჩვენ ხო ყველამ კარგად ვიცით ძვირფასო მეგობრებო, რომ აი ეს მთელი პოლიტიკური სპექტრი, რომელსაც გნებავთ ხელი დაადოთ, ყველა აგენტია. ჭიჭევაშაძე, ნიკუტა გვარამია, ლეკა ხოშტარია, ზურაბ გირჩი შარვალჩახტილი, შენ ხარ ჩემი ბატონი, ვინც არის ის სათენიკა მეხრიბეკოვა, ეგრეთ წოდებული სამადაშვილი, აი ეს LGBT მამუკა ხაზარაძე, ეს ისა რა ქვია ელტონ ჭყონია აკოფოვი, ეს არის აბსოლუტური აგენტურა. ესენი სააკაშვილს და უფრო მაღალი რანგის სააკაშვილებს კიდე 9 ბრუნვაში ყავს გადატრიალებული, გადმოტრიალებული და გადაღებულ ჩაკარტოჭკებულ ჩაწერილი. იმიტომაც ვერაფერს ვერ იზამენ, ვერასოდეს ესენი არიან მონები, ოფიციალური მონები და მტრობენ ჩვენს ქვეყანას. აი რამდენი მოღალატე აღმოჩნდა
აი ჩვენ რო რაღაცას ვამბობთ ხოლმე და რო ჩვენ რო მოღალატეებ ჩვენც მე გამოდივართ ამ ხელისუფლებას მტრებად შეურაცხავს ვიღაცა ხო ვიცი იმიტომ რომ რო ვაძლევთ შენიშვნას ვაძლევთ რომ არ დაუშვა შეცდომ ჩვენ გამოდივართ მტრებს ჩვენ რამდენ ვინმეზე ვთქვით ჩვენ ბატონო ნიკოლოზ რომ მოსაშორებელია თქო და ხო გამოჩნდა მე რო ინგა გრიგოლიასთან ვიყავი ეთერში როდესაც გავიგე რომ ჩვენს ჩუბოშვილი და ეს გაურკვეველი ტიპის დეპუტატები სკიტიშვილი ვიღაცეები დანიშნეს და გვერდით ყავდა ისა დათო ხიტაშვილი ერთად ვიყავით თვალთაშორის ტექნიკურ უნივერსიტეტშია თქვენთან ხელმძღვანელ პოსტზე ხო და რო ვიცახდი რომ ეს მეთქი მოღალატეები არიან მეთქი და ქვეყანას უღარ ცქმუტავდა ბატონი დავითი აი კაცო არ არის ეგეგრეო და ცქმუტავდა დღეს ბატონი დავითი იმის მერე ბატონი დავითი იკავებს მე უმაღლეს თანამდებობებს დაწინაურდა მე არც მაქვს პრეტენზია მაგრამ ჩვენ ვართ რაღაც კეთროვანის ფუნქციის მატარებლები შედალოცვილო შენ რო კაცი გეუნება რომ აი ესე მოხდება და არიჯერებ ამას და ვიღაცა კიდე რომ ყველაფერში გუნდრუს გიკმევს დასწრები ხო უნდა მე რო თუ ჩემი მეგობარი ხარ შენ ხო თუ ჩემი მეგობარი ხარ რო ხედავ რომ იღუპები ხო უნდა გითხრა დღეს აი ეს კონფორმისტი ექსპერტები რო არიან აი თქვენ გაგიგიათ ამ სახელმწიფო ექსპერტებისგან ვინმეს რამე უარყოფითი ეთქვას აი ესე არ ჯობია ყველაფერს უაправებენ ეს არის ექსპერტი საერთოდ შენ ხელისუფლება ხო არა ხარ ბიჭო რო ხედავ რომ ჩუგოშვილი არ შეიძლება დანიშნულიყო ზურაბიშვილი არ შეიძლებოდა დანიშნულიყო კვირიკაშვილი რო შეცდომებს უშვებდა არ შეიძლებოდა ყოფილიყო რომ მაგალითად აი ეს გაურკვეველი ტიპის ადამიანები რომ მოხდნენ აქა აი განახებთ ეხლა აი ესეთი ტიპები რო იყვნენ იმიტომ წავიდა საქმე ჩვენ აქ არ არის საუბარი პირველ დღეს როცა ჩვენ საგუშაგო გავხსენით აქ არის საუბარი საგუშაგო რო გავხსენით იქიდან მოყოლებული უშუალოდ საგუშაგოს გახსნის პერიოდი ეს თან იცით რა არის ძალიან სენსიტიური თემა არის ეს და მე ამ ეტაპზე თავ შევიკავებ რაღაც გარკვეულ სიღრმეებზე ჩავიდე და დეტალები გავშალო. ანუ თუ იქნება, ანუ ზოგადად ამას თუ თვითონ გამოამზეურებენ და მე ინტერესიც იქნება საზოგადოების შესაძლებელი არის უფრო სიღრმისეულად ვისაუბროთ ამ საკითხზე, თუმცა ერთი შემიძლია გითხრათ, რომ 2019 წლის აგვისტოში ეს პრობლემა არ ყოფილა, ეს გაცილებით ადრე დაიწყო. უყურეთ გამოყავთ ეს შაიშმელაშვილი, კაცი იყო გედედეს ერთ-ერთი მაღალ ჩინოსანი. ეხლა გამოყავთ და ეს პოლიტიკოსად იქცა და აი ამ გახარიას აფარებს ხელს. რამდენი პროვოკაცია მოაწყვეს ჩემს მიმართ, ბატონ დიტოს მიმართ, ხვების მიმართ, რომ ჩვენ გაბოროტებულიყავით და ხელისუფლება გვეგინებინა. რო ვიძახდით, რომ მტრებია გარჩემო, კაცშვილი არ გვისმე. როდევდმე ხო შეიძლება ხელისუფლებას მინდა მივმართო, რომ იმ ხალხს ყური დაუგდოთ, ვინც თქვენი მტრები არ არის და არ უყუროთ როგორც კეთროვანებს. ბიჭო, ვიძახდით, რომ მტრები ყავთ, აღმოჩნდა აგე რამდენი შაიშმელაშვილი სუსი გატენილი აღმოჩნდა მოღალატეებით. მერე ხო დავინახეთ იქ რომ კრეფსითი ისინი რომ გამოქვეყნდა ისინი რამდენი გამოჩნდა იქ. აგერ ეს გახარია, აგერ ეს კვირიკაშვილი, ზურაბიშვილი, დეპუტატები პარლამენტის, ჩინოვნიკები, ათასობით ადამიანმა მოაწერა პეტიციას ხელისუფლების გადადგომაზე არაულობა რო იყო. ათასობით ადამიანმა და მაგნიტო დაატოვებინეს სამსახურს, თორე დღესაც იქნებოდნენ. კაცმა თუ დედა არ აგინა ხელისუფლებას, ისი არ გაუშვებენ სამსახურიდან. მაგრამ განათლების სამინისტროში იმდენად არის ესე იგი იქ იმუნიტეტი რომ აგინებენ პეტიციასაც მაინც ტოვებენ ესე განათლებას მაინც არ ეხება ეს ყველაფერი ათასობით ესე იგი სკოლის დირექტორმა პროფესორმა მუშაკმა განათლების ხელი მოაწერა ხელისუფლების საწინააღმდეგოს და 6 კაცი გაუშვეს მე მგონი სულ მთელ ამ სისტემიდან ბიჭო ვერ გავიგეთო ესე იგი აქ როგორ ხდება იცი თუ აგინებ პატივსაცემენ რა თუ აგინებ ხელისუფლებას, დაგიძახებენ, დაგნიშნავენ, შემოგთავაზებენ. ესე იგი, ამ პირველ ესე იგი ტელევიზიაში ახლა მთავარი არხზე ბოდიშ და დედას აგინებ და ჟურნალისტები დღეს დაასაქმეს რუსთავზე და იმედზე არიან. ეს ბადურაშვილი, რომელიც ესე იგი ნინი ბადურაშვილი, რომელიც ესე იგი წერა კითხვა არ იცის. ხო, ესე იგი იმედზე, იმხელა ფული. არა, მართლა გეუწერა კითხვა. გავიგე, იმხელა ფული აშოვნიდეს, რომ ბინას იყიდიდა, გესმის? და დღეს, როდესაც უღალატა იმას, რა ქვია, თავის ქვეყანას, ხელისუფლების ღალატზე აქ არ არის, ქვეყნის ღალატზეა. შენ რომ მტრების გვერდზე დადგები, ეს ხელისუფლების ღალატი არ არის, ქვეყნის ღალატი. დღეს იმ დღეს დავინახე პირველ არხზე რაღაცა იმაში არის, კონკურსში მონაწილეობს რაღაცა ფესტია. ესე იგი, ესე იგი, ულუკ მაპუროთ არავის არ დატოვებ. ეხლა ახალ ამბავს გეტყვით, მეგობრებო. კომუნიკაციის კომისიამ შეიტანა ჩვენზე საჩივარი.
უნდათ კიდე რაღაცა ჯარიმა დაგვადონ. რომ გამოვედით და ნანუკა ჟორჟოლიანზე კაცრი შეფასება გავაკეთე, იმიტომ რომ ეხლა სიტყვას არ ვიხმარ და თქვენც გთხოვთ არ იხმაროთ, იმიტომ რომ კიდე ახალი ჯარიმის საფრთხის წინაშე დავდგე. ნუ ხო იცით ეხლა რასაც ვიტყოდი, რომ მეძავი და მეძავი ოღონდ ცოტა სხვაგვარი სახით, ხო ხდები ეხლა, ნუ სინონიმი. ხო და ხო, ანუ ვერ ვიხმართ, იმიტომ რომ არ ვიხმაროთ, ლანუკა დავანებოთ თავი. არ გვინდა. ესე იგი რა, ეს კომუნიკაციის კომისია. თქვენ ვერ გავიგე კომუნიკაციის კომისიას მინდა მე, თქვენ ნაცების ხარეთ. ვერ გავიგე ქვეყნის მტრებს ვებძვით და აქედან გზღუდავე, გესმით თქვენ, ხმა არა მოიმოდო. გესმით თქვენ რა? მე მინდა იცი რა ამ ხელისუფლებას ის სტარკომი თუ რაღაცა რო არის რაღაც სახელი რო შევარკვი არ მინდა ეხლა ხო არ მინდა თქმა ესე იგი პირი ამოგვიკერეთ ბარემ რომ ნაცებზე არაფერი არ აქვს თქვა თქვენ საერთოდ ნორმალურები ხართ ესე იგი ჩვენ გამოვდივართ ნაცმოძრაობის წინააღმდეგ და ხელისუფლება ჩვენ გვეუბნება ხმა არ მოიღოთო გესმით თქვენ როგორ ვილაპარაკოთ ალბათ ხელისუფლების არხებზე რომ გამოდიან და ვერ გაიგებს აი ეხლა მაგალითად მიგრანტებთან დაკავშირებით ხალხი არის გაურკვევლობაში კაცო რატო არის ამდენი ხალხი შემოყრილი ერთი ღვთისმიერი არ გამოვიდა ვინმე გვითხრას რომ რატოა შვილო იქნება რისთვის არის ეს ყველაფერი ხო უნდა გვითხრა გირაყია თქვენ ხო და ჩვენ გამოვდივართ და მარეგულირებელი კომისია ჩვენ ესე იგი გვირწყამს და საფრთხის წინაშეა ჩვენ რა გინდა სკოჩი ავიკრათ პირზე და აღარ ვილაპარაკოთ კაცო ესე იგი მართლა იმისი არ იყოს ესე იგი მეტი რაღა უნდა იმას გვიქნა გადაკარგულში ვარ თბილისში არა ვარ რაღაცა პატარა სტუდიაში ვისაო რა ქვია მეტი რაღა უნდა დაგწყევლოს ვიღათა დაწყევლილი ვარ უკვე ისედაც ესე იგი ვინმე არ მინდა სპეციალურად ვანახო ჩვენი ტელეკომპანიის სტუდია იმიტომ რომ ხალხს მართლა გონია რომ რაღაცა CNN-ის სტუდიაში ვსივართ აკა ისეთი ეხლა ამას ამ ტელევიზიას ისეთი იერი აქვს ვიღაცა შეიძლება გონია რაღაცა დიდ აპარტამენტებში ვსივართ და ამ დროს ერთი ტელეიმედის მარტო კამერის ფასი არის ჩვენი ტელე რა გინდათ ხალხო რას გვერჩით ვერ გავიგე სილკნეტში არ ჩავხვდეთ Facebook-ზე დაბლოკილები ვართ ეხლა თურმე ნაცმოძრაობის შეფასების უფლებაც არ აქვს გესმით თქვენ ახლა ნანუ არა აქეთ დედასაგინებს ეს ტევე პირველი ის რა ქვია ფორმულა იმაზე ხმას არიღებენ და ჩვენ ესე იგი ბოდიში შეგხვხრეს რასაც ქვია რა იმიტომ რომ ნანუკა ჟორჟოლიანს არ ვიცი რა შეიძლება ცუდად შეეხება აი აქაც მოღალატეები არსებობენ და ეგ არის თემა რა მოღალატეები ყველგან არის ყველა სისტემაში ჩანერგილი ყავთ ნაცები რა და მე ესენი გამოდიან იმან გვიღალატა ზოგიერთი მე ხა ჩვენში დარჩე ზოგიერთი მართლაც იმიტოც გადავიდა იმ მოღალატეების ხარესზე რომ ნუ დაიღალა კაცი ხა გამართლება კი არა აქვს მაგრამ ხეს უწყობენ ადამიანებს რომ ბოდიშთა ხელისუფლებას დაუპირისპირდნენ ხეს უწყობენ ეხლა თვითონ ჩვენ ხო ყველამ ძალიან კარგად ვიცით რომ ამ ეგრეთ წოდებულ ოპორტუნისტ ჟურნალისტებს და არავითარი ჟურნალისტები ესენი არ არიან ყავთ ერთი მწყემსი ვიცით ჩვენ ეს ვინც არის მათი მწყემსი ვინ მწყემსავს გიორგი თარგამაძეს ნიკუტა გვარამიას და აი ამ კატეგორიის ხალხს ვინ არის მათი მწყემსი ხო აღარც დაადგა საშველი მოკლედ და არა და ნუ მოკლედ ესე იგი გეუბნები დაიმალება გამოძვრება ხან რაღაცას მოიგონებს ხან რაღაცას მოიგონებს ის თქვა ეს ესე ადგილი აღარ დაიტოვა რომ ესე იგი ამის კი ბუაქვს იმის კი ბუაქვს ნუ ახლა ღმერთმა ყველა შეუნდოს და ღმერთმა ყველა სიცოცხლე მისცეს კაცო ეგ არ არის ჩემი გადასაწყვეტი მაგრამ ბატონ ნიკოლოზ ამათ წილი აქვს ნაყარი ერთმანეთში ესენი აი ეს თქვენ ჩუგოშვილები და ისინი მე ჩუგოშვილზე როდის მწერდი გაზეთ ასავალის ფურცლებზე რომ თამარ ჩუგოშვილის მამა მალხარ ჩუგოშვილი იყო კახეთში LGBT მამუკას მოურავი და სოფელ ვაზის უბანში მიწები წაართვეს კაცო და მთელი ამბავი სოფელი დატოვეს ნახირის გარეშე
და ეს კაცი იყო იქ თავარი მოქმედი პირი და მოკლედ საქმის მომგვარებელი და იცით მაგას კახეთში გელამითხრა ზედელაშვილი იცი რამ ხელა ჰექტრობით მიწები აქვს კახეთში ექნება იმიტომ რომ ჰექტრობით მიწები აქვს მამუკას მოურავი იყო LGBT მამუკა ხაზარაძის მოურავი გახდა და ამათ აიღეს და თამარ ჩუგოშვილის ესე იგი ხონჩა დააჭერინეს ხელში და დასვეს მაგიდის თავში კი მაგრამ სახელმწიფო არის ისეთი მექანიზმი ისეთი მოწყობილობა რო იტყვიან რომელიც ესე იგი რაღაც ერთი კლასის მეორე კლასი ან რაღაც ერთი პოლიტიკური ჯგუფის მეორე პოლიტიკურ ჯგუფზე ბატონობის გასამყარებლად შეიქმნა. ნუ კლასიკური მარქსისტული გაგებით ეგ არის. ნუ მე არსებობს სხვადასხვა განმარტებები, მაგრამ მაინც ეს რო იტყვიან ეს ძალადობრივი მექანიზმი სახელმწიფოს ვერავინ ვერ წაართვა და ვერავინ ვერ ჩამოაშორა, თორე მე უკვე სახელმწიფო როგორც ინსტიტუტი არს კარგავს. კი მაგრამ ეს ძალოვანი სტრუქტურები ისთვის არსებობს ქვეყანაში. ადამიანი არ უნდა შეისწავლოს პარლამენტში რო შედის, უმაღლეს სახელმწიფო თანამდებობებზე ინიშნება, სტრატეგიული მიმართულების თანამდებობებზე რო ინიშნება. იმ ჩორჩანაშიც, კაცო. ეს ისა კონჩიტების პრინცესა გახარია თუ დაუშვათ შეკრული არის და მართლა შეკრულია და დარწმუნებული ვარ რომ აგენტია. ეხლა ის რო გამოეცხადებინათ რომ სახელმწიფო კანცელარიის თავზეო ისა რა ქვია ზოოპარკი ავაშენოთ და უნდა ეშენებინათ. რაღაცა კონტროლის მექანიზმი არ უნდა იყოს. 59 წლის აგვისტოში სემიპალატინსკის რეგიონში როცა მოხდა გამოსცადეს პირველად ატომური საბჭოთა ბომბი და იქ ხარიტონი ესწრებოდა და შოლკინი ესწრებოდა და ბერია ესწრებოდა ღამის 3 საათზე დაურეკა ბერიამ სტალინს რომ ამხანდა და ბერია იყო ერთადერთი ადამიანი რომელსაც შეეძლო დღეღამის ნებისმიერ მონაკვეთში სტალინთან პირდაპირ ხაზით დაერეკა და მოახსენა რომ წარმატებითო ესე იგი გამოვცადეთ ატომური ბომბიო და სტალინმა უთხრა ამისთვის შემაწუხიაო ეგ უკვე ვიციო. ანუ კიდე იყო ვიღაცა სხვა რაღაცა საიდუმლო სამსახური რომელიც ბერიასაც აკონტროლებდა და პირველი ისაწვდიდა ინფორმაციას. სახელმწიფო სხვანაირად ვერ იქნება ძვირფასო მეგობრებო. იმიტომ იყო ის კაცი წარმატებული და თუ ეს არ გექნებათ, იმიტომ იქნება ბარდაგი, აი ეს ბარდაგი რო არის. აი ხა ჩვენნაირ ხალხს არც მე და არც თქვენ არაფერი პრეტენზია არ მაქვს აღმასრულებელ ხელისუფლებაზე. არაფერს არ ვითხოვ ამათგან. მაგრამ ბიჭო, რაღაცა ფეხი პადნოშკების დადება აი და რაღაცა იმ ბორბალში რო ჯობს ეს რა წესია ვერ ხვდები რომ. ესე იგი ეხა საჩივარი არ შესული მარაგული კომისიაში გრიშა ონიანმა რაღაცა ნუ ცოტა უწმაწურად რო იხმარა შენიშნაო კიმისაო იმანო ჟურნალისტმაო მაგრამო გაეღიმაო მასო ესე იგი ბოდიში და ეხლა ბატონი გრიშას იმაზე განცხადებაზე მთელი საქართველოს ეღიმება და მე ვერ გავიგე რამე ინაპლანეტიანი ვარ თუ კოსმოსთან ვარ ჩამოსული არ უნდა ესე იგი რაღაცა თუ გამეღიმა ესე იგი ეს აღიქმება რომ ვითომ მხარი დაუჭირე იმას გესმე რა წესია შვილო რა გიდათ რავი აზგვე მე კიდე სიტყვა რატო იხმარაო ნიკოლოზ ჟავანაძომო პიდარასტიო ბიჭო, აბა ეს სამედიცინო ტერმინია, ვერ გავიგე, თქვენ ვერ გავიგე, აბა მე რა სიტყვა ვიხმარო რა. აბა ეს არის სამედიცინო ტერმინოლოგია. თუ მაინტერესებს რაღაცა გეი მაფია, რომელსაც დიდი ულვაშები აქვს, იმის გაშანტაჟებ თქვენ? ულვაშებიანი გეი მაფია? და ყველა კარგად ვიცით რა, ეს ყველაფერი რა. არა მეც დავიბენი ბატონო ნიკოლოზ არა თქვენ არაფერი არ დაიბერეთ თქვენ ზაკარგად ეს ულვაშებიანი გეი მაფია არა ესე იგი ნიკოლო არა გეი მაფია აბა რას ვიღაცას კუჭი ეწובה აქ რომ მე ვხმარობ რატოა ეს პიდარასტი რა აბა რა სიტყვა ვიხმარო მე აი ამ სიტყვის მე მაინტერესებს რა და კიდე ერთი რამე ხო იცით კიდე აი მარეგულებელ აი რატო არის მაგალითად ამ მარეგულებელ კომისიაში 30000-ები რო აქვს ხელფასები. ერთი ამაზე გამწეს პასუხი ვიღაცა. კარგად რო იცხოვრო. არა, ვერ გავიგე, ინჟინერს რატო აქვს ხელფასი მაგალითად 1000 ლარი და მარეგულირებელ კომისიაში 30000 ლარი. იმაში რა ქვია, კიდე რაღაც კომისია. რა ინჟინერს აქვს? სად არის ინჟინერი?
არა, ხო არის რაღაცა იქნება 1-2, არა, ხო იქნება 1-2 რა. მასწავლებელს რაღაცა თქვა, რატო არის რავე? და ეს ხალხი ჩვენ გვეუბნება ნაციონალებს, ნუ აფასებთო ასეო, ნუ იძახით ამ სიტყვას, აბა რა თქვა? რამდენი აქვს ხელფასები? იქაც საკმაოდ კარგი ხელფასები აქვს, ხო? ხო და ესე იგი მე ვერ ხვდები რატო ხალხო, ხო იცით რომ თუ აგვიკერავთ პირს, ეხლა კიდე რაღაცა ბოდიში და ცოტა იმას ვინარჩუნებთ, მე პირადად რაღაცა ფილტრაციას ვახდე და დაგადუღებთ საერთოდ სოციალური ქსელიდან. იქ ხო საერთოდ არა მაქვს რაღაცა გავკეთე შეზღუდვები. მერე მაგ სიტყვას კი არა 10 ჯერ უფრო მეტ სიტყვას ვიხმარ. აი ეხლა ვეუბნები რა ამ ხელისუფლებას რა. არც ესე იგი რო იტყვიან ეგრეთ წოდებული ჟინი მჭირს და არც არაფერი პირადული რა. მაგრამ ეს კულტურის მინისტრი რო არის რუხაძე. ეგ არის ნაცი. ნაცი არის ეგა, ნაცი. ეს კულტურის უკულტურო მინისტრი რაღაცა ფინფამფლო ინგლისური რო იცის და იქ რაღაცებს რო ბოდავს იქ პარლამენტში. ეგ არის ნაცი. და გადაამოწმეთ ბიძიაბაბუებო რა და შეისწავლეთ ეგ პერსონა. და მოაშორეთ რა. სირცხვილია ოთარ თაქთაქიშვილის ქვეყანაში ეგ უწიგნური იყოს კულტურის მინისტრი. სირცხვილია. როცა საქართველოს ყავდა ოთარ თაქთაქიშვილი, კულტურის მინისტრი, საბჭოთა საქართველოსი. უგანათლებულესი პიროვნება. აი რაინდობის, განათლებულობის, ოჯახიშვილობის და ქართველობის ეტალონი კაცი. და აი ეს მოიყვანეს და ლაპარაკობს რაღაცა ეხლა ჩვენ გვაწონებს თავს რომ ვიღაცა რაღაცა აპდეიტიო თუ აპდეიტიო. ესე იგი აი სამარცხვინო მე არ ვიცი ძვირფასო. არა ბოლოს ნახეთ ეს კულტურის მინისტრი აღმოჩნდება მოღალატე. მერე დაიწყებენ ამის გინებას და ჩვენ როცა ვამბობდით ეს ყველას დაავიწყდება. ისე როგორ ჩუგოშვიძე რო ვიძახდი მე, მაშინ ჩუგოშვილს იცავდნენ. ლომჯარიაძე ვიძახდით, გამოდიოდა ერთ-ერთი მინისტრი არის დღეს და რაღაცა ხო უნდა დაუთმოს ხელისუფლებამ ვიღაცა. ყველაფერი დათმობილი აქვს. ტელევიზიები ამათია. ჩართეთ აჭარის არხზე გამოდის ჟურნალისტი და ლაპარაკობს რატომ არ აქვს მუსლიმებსო ისა რა ქვია დღეო იმისიო რა ქვია დასვენე ამასინად ქონდა ჩვენ ეგ ხო ვერ გავიგებ ბიჭო ყველგან ესენი არიან და ჩვენ გვებძვით კიდე თურმე ნაციონალებს ნუ მე მინდა ხელისუფლებას მივმართო დაინტერესდეს ამ არეგულირებელი კომისიით ვინ არის ეს ლატენტური ნაცები რატო არის დასაქმებული არა ლატენტური ნაცები კი არა გახანებული ნაცები არის იმ ულვაშა ბოდიში და იმ მას რა ქვია გეიმაპის წარმომადგენლებს რატო ყავს ყველგან თავისი ხალხი როცა რაღაცა იმაშვება გაქრება იმიდან პოლიტიკური იმიდან ვაიმე ვკტები ვაიმე ცუდათა ვარ ვაიმე ისა და გვებძვის ჩვენ ტექნიკურად რა ეხლა მე რაღაცას ვიტყვი დამირეკავს ხუთი კაცი მე რატო მითხარი რომ ეგეთი ისი კი არ ვიცი რა შუკაი კაცი ხარ შენ რატო იღებ შენ თავზე ეხლა დამირეკა ერთმანეთს ერთ-ერთი საინფორმაციო სამსახურის უფროსმა რომელიც მილიონებს იღებს და კარაფრის გამკეთებელი არ არის და შენ რატო მიწოდეო მე ისაო რა იმნაერიო ბიჭო შენ თუ არა ხარ იმნაერი რატო ღებულობ შენ თავზე მე მირეკავს მეუნება რომ სოფონ ის საინფორმაციო იმ გეიმაფიის წარმომადგენლის ისა რა ქვია რა ერთ-ერთი ისა და სოფონ იჟარაძეზე ძალიან აქ თხოვო ცუც ნოიტყვიო ესე იგი ისედაც რო ესეთია და ისედაც რო არის რომ ესე იგი იქაც იბევებს ადგილს გესმის ხტები ეხლა რა არის იცი კაცი ბიჭო წავიდა იმასთან რა ქვია პრემიერ-მინისტრის იმასთან ოჯახთან ქეიფობდა და მეორე დღეს გამოვიდა ნიკა გვარიემიას ხარდაჭერა გამოუცხადა აი ეს თამაში გაგიგია ეს არა ჩვენ ახლა ბატონ გრიშას უნდა პროვოცირება მოვახდინოთ რომ აი ამ არეგულირებლის წინ მივიდეს და აგინოს მაგათ რა აი კარგი და მაგასაც ნუიტყვით ეხლა და მაგასაც ამკიდებენ მე ჯარიმად და რატო გაგეცინაო ეხლა ბატონი გრიშას იმაზე რა ქვია მთელი საქართველოს იმას იუმორით იღებს და რაღაც თურმე მე რო უთხარი ბატონო გრიშა ის მეთქი გაჩერდით მეთქი ერთხელ შეურაცხყოფაც მომაყენა კაცო აი გამანებე თავიო რა მეტი რა ვქნა ვერ გავიგე მე და მე მაგის გამო ეხლა მე უნდა დამაჯარიმოთ აქა რა ვქნათ კაცო ვერ ვაჩერებ ბატონგრიშას იწევს თქვენზე და ჩვენ რა გავაკეთო არა მე ერთი ეს და მეორე თურმე მე რატო ვიხმარე ნანუკა ჟორჟოლიანის მიმართ ის სიტყვა რომ ეს ყოფილა მიშას ისო რა კიდე კაი რომ სიტყვა მიმართ გამოიყენეთ თქვენ რომ მე ვფიქრე კიდე დაგვაჯარიმებენ მე არა ერთოდ ეს ქალი თუდად არის და ეხლა მე ვიხმარე ნანუკა ჟორჟოლიანის მიმართ აი ამან ცოტა გამოაკეთა თორე მიმართ რო არ ყოფილიყო
ნუ ახლა ჩვენ კიდე დაგვაჯი მართლა დაგვაჯარიმებენ და მოდი გადავიდეთ სხვა თემაზე. არიცი შენც და გიჭერე მე და მიჭერე ტრიფონსაც დაიჭერენო იმის არ იყოს ყველას დაჭერაზე როგორ აღარ ვერ გავიგე ესე იგი აბა აი თუ ვაგინებ ხელისუფლებას აღარ დამაჯარიმებ გესმის ესე იგი მარეგულებელი კომისია მეუბნება აგინე ხელისუფლებას კარტბლანში გაგვიდი მე მგონი საუკეთესო გამოსავალი ესე იგი ვაგინებ ხელისუფლებას არა ხელისუფლებას თუ აგინებ არც დაგაჭე და ესე იგი ნაციონალებს მიმართ კრიტიკული რო ვარ ესე იგი მეუნებიან რომ რატო ხარო ესეო იმ სიტყვა პიდარასტი რატო იხმარო აბა რა სიტყვა ვიხმარო მაინტერესებს მე რა ეს სამედიცინო სიტყვა არ არის სამედიცინო სიტყვაც არის სამედიცინო ტერმინი ვერ გავიგე ხა მე თქვენ ვერ კომკომის იმაში სამედიცინო ტერმინი სამედიცინო ტერმინიც არის და იურიდიული ტერმინიც არის. ო აბა პიდარასტი არის ტერმინოლოგია. პედერასტია, ისჯებოდა. ჩვენ არ გამოვხატავთ სექსუალური უმცირესობის მიმართ გარკვეულ. მაშინ ჩამოკიდოს ამ არეგულირებმა კომისიამ LGBT დროშა რა თავის თავზე რა. და გვეცოდინება რომ ჩვენ ესე იგი ჩვენს წინააღმდეგ მოქმედებს LGBT თემი რა. ჩვენ მე გთავაზობ თქვენ საუკეთესო. ესე იგი რატო იხმარეს ეს სიტყვაო, გესმით? მე გთავაზობ საუკეთესო გამოსავალს. ნანუკას იქაც ხო არ მუშაობს შემთხვევით იქ არ კუდი ხო ყველგან. რადგან? არა, ერთმა მითხრა სხვათა შორის ყველგან არისო და იქაც ხო არ არის. არ ვიცი საჯანდაბაში. არა, მე აგერ გამოდის ამ აგერ სიუჟეტს განახებ. მე გეტყვი საუკეთესო გამოსავალს. აგერ განახებთ, აი ნანუკას, ესე იგი მარეგულირებელი კომისია ჩვენი, ეს არის ნუ ასე თუ ისე ხელისუფლების ესე იგი ამაზე თურმე რატო გამოვედით კრიტიკულად ამ ხაზზე? აი ამას გვეუბნება მარეგულირებელი კომისია. ისე სამართლებრივი სამართლი. ისე პოიერო. სამართლებრივი დამასრულებელი. იცებულება მანა მაგულება მანა დაი შეხვევა ეხლა დაიმართა ხალხი სოციალია გამოდის და ამბობს რომ მეო ვერ დავინახეო მანახეთ აბა როდის ისროდნენო და აგერ სიუჟეტი და თურმე ამ ქალბატონის მიმართ ჩვენ უნდა არ გამოვიყენოთ მიშას დაქვემდებარებაში რო იყო ქალბატონი ნუ ის ეხლა მე ვეღარ ხმარობ უკვე ამ სიტყვებს ერთი მარეგულირებელმა კომისიამ მოვიდეს დაჯდეს და თვითონ ჩაატაროს ეს გადაცემები ვერ გავიგე რა მე ვერ გავიგე ეხლა სიტყვა მეძავი თუ არის ადამიანი პოლიტიკურად მეძავი ეს რატოა სიტყვაზე და რა რისი დარღვევა არის არსებობს პოლიტიკური მეძავი არსებობს ხორციელი სულიერად მეძავი თურმე მეძავი სიტყვა არ უნდა გამოვიყენო მე ვერ გავიგე ნანუკა თქვენთან იღებს ხელფას იღებს ხა მძიმე დღეში არა ვეღარ გავიგე გამოსავალს გამოსავალს ხო აბა მითხარით რადგან ხელისუფლებას წინს რო ჩვენ ასე იმათ ვაკრიტიკებთ ნაციონალებს და ამ ნაცებს და იმათ წინს მაშინ დავჭერ ერთადერთი გამოსავალი ჩვენ ერთმანეთს უნდა ვაგინოთ სხვაშას აღარ გვიტოვებენ ესე იგი მაშინ გამოვიდეთ ხო და ესე იგი 9 საათზე იწყება გადაცემა ნიკოლოზ მშავანაძე და დიტო ჩუბინიძე გინების სეანსი და ორივე მხარე იქნება კმაყოფილი რა აი მე ეგეთი არაფერი მინახავს რა ძირფასო მეგობრებო ხა ხუმრობა იქეთ იყოს მაგრამ მართლა სირცხვილია და აი ამ კადრების ნახვას ეხლა აი გეფიცები აი მემღურევა რა სისხლი რა ხო დარწმუნებული ვარ რომ სპეცსამსახურებმა იციან თითოეული მათგანი ვინც ისროდა იმ პიროტექნიკას და ის საცოდავი პოლიციელები რომლებიც დაასახიჯეს და გააუბედურეს და ერთ-ერთ ისეთი ოპერაცია გაუკეთეს ჩემი ინფორმაციით რომ შვილი არასოდეს არ ეყოლება და აი კიდე ეს უნდა ასე დაღუპულ ქვეყანას და დემოგრაფიულად ფაქტობრივად კატასტროფის პირასა ვარ ჩვენა რა დამდგარი კატასტროფის პირას ესე იგი ქართველი გოგონები მასობრივად თხოვდებიან აი ამ უცხოელებზე ხო და ნუ აი გეუბნებით რა რომ ესეთი ძაღლები მეტია ქვეყანაში ვიდრე შვილი ბავშვები ოჯახებში ძაღლები მეტია და კატები და ძაღლები მეტია ვიდრე ბავშვები და აი ასეთ სიტუაციაში მე ხო დარწმუნებული ვარ ეხლა კი არავის ვეჭხუბები და კი არავის ვერჩი მაგრამ ხო დარწმუნებული ვარ რომ სპეცსამსახურებმა აი სკრუპულოზურად აქვს შესწავლილი ვინ ისროდა იმ პიროტექნიკას და ვინ აზიანებდა რატო არ იჭერთ მაგათ სათითაოდ
სათითაოდ რატო არ გამოატრიეთ ტურის ხორელიდან და უმკაცრესი მუხლებით რატო არ ასამართლებთ რა? რატო არ ასამართლებთ? აი რას ელოდებით? და თქვენ გონიათ რომ ესენი ამათ არ გაიმეორებენ და ისევ ესე არ მოიქცევიან? ამათ უკვე სისხლის გეში აიღეს. ესენი ამას აუცილებლად გააკეთებენ. ესენი ამას აუცილებლად ჩაიდენენ. და ესენი ამას გააკეთებენ თუნდაც იმიტომ რომ ერთი პირი არ არის. აი ეგრეთ წოდებულ სახელისუფლებო ფლანგში. იმიტომ იქ არიან მართლა ის გეი მაფიის წარმომადგენლები, რომლებიც ამბობენ, რომ როგორ მიყვარს ნიკა გვარამიაო რა. და როგორ მიყვარს ისაო რა ქვია, ჭიჭე ვაშაძეო. და თან ქართული დროშის ქართული ოცნების დროშას აფრიალებენ და იქ პაკეტები დოლარებს ღებულობენ. არა, შეიძლება კაცმა. ჩვენ ხო ვიცით ეგ ამბავი რა. კაცი შეიძლება თან კობახიძეს აქებდე და მე ნიკა გვარამიასაც აქებდე, ბიჭო. მე არ ვიცი, აი ბოზებშიც არის კარგეული რაღაცა სტანდარტები. არა, ბოზებშიც ხო არის სტანდარტი და. აქ ბიჭო, აქ პოლიტიკაში არც ის სტანდარტი. გეუნები მეძავები, ხორციელი მეძავები, უფრო პატრიოტები. ესენი სტანდარტული მეძავები არიან და იმიტომ. არა, ისინი იმათ რაღაც სტანდარტი მაინც აქვს. სამარცხვინო, იმიტომ იშოვეს და იმიტომ მოიხვეჭეს ჩემო ნიკოლოს. ეგ არ ხდება. ესე იგი, ჩვენ ესე იგი ბოლო-ბოლო გვითხრა სამხელისუფლებამ ჩვენ რა გავაკეთოთ, მაინტერესებს რა პოზიციები დავაფიქსიროთ, ესე იგი ნაცები არ გავაკრიტიკოთ, ხო? აბა თქვენ გაგინოთ? აი, იმიტომ რომ თქვენ ვიც გაგინებს, ის არის დაწინაურებული, იმათ იხუტებთ გულში, ისინი არიან თანამდებობებზე. ესე იგი მე მეუნებით გორის სტუდიაშიც არ უნდა იყოს წადი ჩორჩანაშიო. იქ არის შენი ადგილიო. სადღაც ამაზე უფრო ეხა სატელევიზიო კუთხით ეხა როდესაც რესპონდენტების მოწვევაზეა საუბარი ეხა კარგად გამიგეთ ცოტა რთული არის აქ ხო და რა გინდათ ბოლო-ბოლო რა გინდათ ვერ გავიგე მოღალატეებს იხუტებთ კაცო ყველგან სტრუქტურაში ყველგან ეგენი არიან ჩაყრილები აგერ ხო გამბოჩდა რო ვლაპარაკობდით მოღალატეები არიან თვითონ არ დააფიქსე ესე იგი ეხლა ამ კულტურის მინისტრი გავა კაიხანი და თვითონ დაუწყებენ გინებას მე კიდევ ერთხელ გეუბნებით, ეხლა ძვირფასო მეგობრებო, შემთხვევით არაფერს არ ვლაპარაკობ რა. წინა გადაცემაშიც თქვი და ეხლაც ვიმეორებ. უდიდესი ვირტუოზი იყო. ვირტუოზ აღარ ჭირდება უდიდესი. ვირტუოზი იყო ნამდვილად ქართულ ხალხურ სიმღერაში აცგანსვენებული თემურ ქევხიშვილი. სიცოცხლე ქონდა გამწარებული ამ ქალისგან. კულტურის მინისტრი რო ქვია, მაშინ იყო ეგა პირველი სახლის დირექტორი. იქ ისეთი მახინაციები და ისეთი უბედურებები დაატრიალა. და თემურ ქევხიშვილი არ ყოფილა ხელწამოსაკრავი პიროვნება რა. და იქ რაღაცა ვიღაც პარტიაში არ შემძვრალა და მე პარლამენტში არ გამომძვრალა და იქიდან არ გადამძვრალა და შემდეგ აი შემდეგ. ერთი ჩუმი და ღირსეული კაცი იყო და მე მასთან მეგობრობ. არა ესე იგი რა არის თუ ვინმეს რაღაცა ნათელი მირონობა არ გაკავშირებს, თუ კი ვინმეს მეგობარი არ ახარ, არაფერი არ გიღირსება ამ ქვეყანაზე რა. თუ ესე იგი ხა ჩვენ ძალიან კარგად ვიცით ეგ ხალი როგორ მოხდა კულტურის მინისტრად, ვისი პროტექციით. და ჩვენ ბიჭო 25 წოლია ქვეყანას ვემსახურებით უკვე რა. და ჩვენ ესე იგი იმის უფლებაც არ აგვაქვს თურმე რომ სიტყვა ამოვიღოთ ამ ქვეყანაში გესმით? არაფერი არ პრივილეგია არ მიმიღია ამ ხელისუფლებიან გარდა შეურაცხყოფის არ მიმიღები ამ ხელისუფლებისგან შეურაცხყოფის გარდა და ისიც იმიტომ რომ მე გადავსულიყავი ნაცებზე და ეთქვა რომ აი ნაცი ხო ბატონო ნიკოლოს ბოდიში რა გაგაწყვეტინეთ აზრი სხვათა შორის ახლა მე ყური მომჭრა ამ რამდენიმე დღის წინათ იყო ეგა თქვენი იურისტი ხართ და უფრო მიაქცევ ტრამპი გამოვიდა ამოდენა სოფლიოს სუპერსახელმწიფოს ჰეგემონი ქვეყნის პირველი პირი და თქვა რომ ეს გენდერი არის სიგიჟე და გამოდიან პროკურატურის თანამშრომლები ასამართლებენ ახალგაზრდა კაცს და კიდე მიუთითებენ რომ გენდერის ნიშნით ჩაიდინა დანაშაულიო ბოლოს და ბოლოს გაგვაგებინეთ ეს გენდერი გაუქმდა საქართველოში ეს სიგიჟე თუ ისევ თქვენ რა გაუქმდა კაცო ისე ვიჭერენ აგერ მეც მაგ აგერ ერთი რამდენი ნუ გამარჯობა რა მარტო ახალგაზრდებს კი რა ასაკოვანი ხალხს ნუ ესე იგი რა გამოდის ესე იგი თქვენ რა დიპსტეიტზე მელაპარაკებით როცა ესე იგი გეი ფაშისტები ყავთ და საკანონმდებლო რო იტყვიან ის ვერ მოახდინეთ იქა ჩასწორებები და კიდე გენდერზე ლაპარაკობთ კაცო და კიდე უბედურებაზე ლაპარაკობ. ისიც ჩაიდინა დანაშაული. ხო არა ბრალდებაში კი. პროკურატურის თანამშრომელი და ყური მომჭრა მე ვფიქრე ხო არ მეჩვენება. არა ეს არის. კიდე ამას ლაპარაკობენ ესე. ლაპარაკობენ კი არა ნახევარი საქართველოს დაჭერილი ამ სულელური მუხლებით კაცო.
მე ვერ გავიგე ოჯახის სიწმინდეს რო აღნიშნავთ. მაინტერესებს ოჯახებს რატო ანგრევთ? ეხა იმ დღეს ერთ-ერთი სამთავრობო ექსპერტს ველაპარაკებოდი და მეუბნები, აი იქნება თქვენ მაინც გაიგოთ გაიგეთ რამე ამ მიგრანტებზე რატო შემოიყანეს მეთქი? არ ვიცი. განათლების სისტემაში რო არაფერი არ ხდება მეთქი და არაფერი იქნება მაგაზე არ გამიგეო, მარაო ამ ეტაპზე მაგის ლაპარაკი არ შეიძლება. ბიჭო, აბა როდის შეიძლება უკვე, როდის? ქვეყანა რო დაგველხო მათავზე, ეხლა არ შეიძლება მე 13 წელი გავიდა, 13 წელიწადი და 13 წელი არ უნდა არ ვილაპარაკეთ და მივიღეთ აგერ ეს სურათი რო ახალგაზრდები. აი ეხლა განათლების სისტემაში რო არ მივიღეთ არაფერი, იმიტომაც არის გამხობენ ეს ხალხი ამას, ეს არის სისტემა. და ის პროფესორები არაფერს არ ამბობენ. აი ეხლა მე ვიტყვი ერთი ძალიან საინტერესო თემას მინდა შევეხო. ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, რომ პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიის თომე მიმდინარეობს, რომელსაც თაკალბატონი თეატროლუკიანი ხელმძღვანელობს და მე მინდა მას ჩემი პატივისცემა დაუდასტურო, ძალიან კარგად უძღვება და ძალიან კარგად მიდის ეს კომისია და უკვე დასასრულისკენ არიან. უამრავი დანაშაული გამოიკვეთა. უამრავი სამარცხვინო, საშინელი, ამაზრზენი და კანონდარღვევის ფაქტი დაფიქსირდა და გამოიკვეთა. თუ მე პირდაპირ ვაცხადებ ამას. თუ აი ამ საგამოძიებო კომისიის მუშაობას არ მოყვება კონკრეტული დამნაშავე ადამიანების ციხეში გაგზავნა, აქ შეიძლება საქართველოში დაიწყოს აჯანყება. გეუბნებ, ხალხი ისე არის, უკვე აი ამოუვიდა ყველას ყველაფერი ყელში მართლა რა. აი ეგ იქნება მაშინ ფარსი და მე ნურავი ნუ დაელაპარაკებით ხალხს, რომ არიქა შენჭირიმი ეხლა ხმა მოგვეცით და ამ შემდეგ და ოქროს არაიას აგიშენებთ, ჩემსაც რომ მოვჩები შემდეგ და ამას ხალხი მაპატიეთ ამ გამოთქმაზე, მაგრამ აღარ გადაყლაპავს და აღარ ჭამს. როგორც კი კომისია მუშაობას დაამთავრებს, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ უნდა კონკრეტული დამნაშავეების წინააღმდეგ დაიწყოს სისხლის სამართლებრივი დევნა. და კიდევ ერთხელ მოუწოდებს საქართველოს სპეცსამსახურებს და საიდუმლო სამსახურებს. საიდუმლო სამსახურების და სპეცსამსახურების უმთავრესი ფუნქცია არის ქვეყნის მტრების განადგურება, გააუნებელყოფა და პრევენცია საფრთხეების. კეზერაშვილი არის საქართველოს დაუძინებელი, სახელმწიფოს დაუძინებელი მტერი და თქვენი ნომერ პირველი ფუნქცია უნდა იყოს ამ პიროვნების განეიტრალება. მე არ ვიცი ამას თქვენ როგორ გააკეთებთ, როგორც ახლა მაგალითად ადოლფ ეიხმანი გაახვიეს ნოხში და ხალიჩაში და ჩამოათრიეს არგენტინიდან იერუსალიმში 1960 წელს და მე 62 წელს ჩამოახშვეს. რას გააკეთებთ მე არ ვიცი, მაგრამ ეს კაცი უნდა გახარი არ არის დასაჭერი? კაცო გახარია აგერაყავთ. ხო დასაჭერი ხო არის? დასაჭერი აბა რა არის? ხო და რატო არ იჭერენ? დასაჭერი აბა რა არის და ველოდებით ერთი რა იქნება? ველოდებით აი ყველა გზა ხო მიდის. და თქვენ გონია დაიჭერენ? ხო და მე რო არ მგონია რომ დაიჭერენ, ამას იმიტომ ლაპარაკობ. რო არ მგონია რომ დაიჭერენ. როგორც ადეიშვილი გააცილეს აქედან დოლგარმონით. და კიდე ბევრი სხვა ვინმე. რო არ დაიჭერენ. არა, იცით რა შეასაქმე? ბიჭო, თქვენ ამბობთ, რომ აი რა ნაცებზეა პოლიციელებს შეურაცხყოფას აყენებენ სასამართლო. იცით მე რომ პოლიციელებმა იცი რამდენმა დატოვა სამსახური? არ ვიცი ახლა მე. არა, ვის სიამოვნებს მივა, აგინებს ეს რა ქვია, ბოდიშთან ახალგაზრდები, რომლებსაც უკვე საკმაოდ ისეთი აგრესიული განწყობები აქვს. პოლიცია ვერ გავიგე, თქვენი სათამაშო ინსტრუმენტი ხო არ არის? დადგებიან, აბა თვალებში ჩამხედე. შენი დედა, შენი ისა, შენი ესა და ეს პოლიცია უნდა იდგეს და იტანოს ეს შეურაცხყოფა, კაცო. რატო რისთვის მაინტერესებს რა? ესეთი სიგნალი და უკვე ბევრმა დაწერა განცხადება, წავიდა და პირტიტველა ბიჭებია, ხედავთ უკვე ახალგაზრდები, აღარ არის კადრები, აღარ არის, არავის არ უნდა ამის მოთმენა უკვე, კაცო. ჩვენც ეხა იმ დღეს ერთი მყავდა მე ვთხარი სისხლი, აი ეხა აგერ ვანახოთ სურათი. ანახებ სურათი. ეს არის ეს ბოდიში და ბუკია TV პირველი ჟურნალისტი. მიდის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე ხდომა, ნუ დააჯარიმებენ და გამოკრული აქვს მარიამ ლაშხის სურათი,
ჩემგან მიიღეთ ნიება წერია და ნუ ეს მონა თაყავს საქმული მონა ნიება ხო იცით მონა ნიება ესე იგი ქალი სამართდება ადმინისტრაციული კუთხით და იმის მაგრად სინამ პირიქით მიდის იქა და კიდე შეურაცხყოფას აყენებს და მე რო ვეუნები აქ ზოგიერთ სამთავრობო ექსპერტოს ეხა აბა ერთი ამას ციხე ემუქრებოდეს პლაკატით კი არ მოვიდოდა ბოდიში და მივიდოდა როგორ იცი აი ბოდიში და ჩასწორილი მივიდოდა იქა იმიტომ რომ იტყოდა რომ ვაიმე ციხეში არ გამიშვან ეხლა ის 5,000 ლარს გადაუხდის ამას ევროკავშირი ელტონი გადაუხდის ამ ამგაზარას ხო ელტონ ჭყონია გადაუხდის და არ აინტერესებს და ამიტომ ხელისუფლებას ვეუბნები რომ იყოს სისხლის სამართლის კუთხით დაჯადიბեր არაო ესო ერთი გამოვიდა თქვა რომ ესო რომ გაკეთდესო მაშინო ჩვენო იმას უვიზო მიმოსვლას გაგვიუქმებენო გესმის შედალოცილო ისედაც გიუქმებენ აგენ უვიზო მიმოსვლას მე კიდე დაგემხო მთავრობა კაცი სასამართლოში შეურაცხყოფას აყენებს ხო იმას მოსამართლეს პოლიციას პროკურორს ადვოკატს და ამას აკეთებს 200 კაცი კი ბატონო 200 კაცს ყავს დატერორებული დაშანტაჟებული სახელმწიფო 200 კაცი აკეთებს ამას ესე იგი და აი 200 კაცის ნებაზე უნდა იაროს თელმა საქართველოს რა აი ეს 200 ქუჩის ქალი პირდაპირ ამ სიტყვის მნიშვნელობით ყოველგვარი რაღაცა აი გადატანითი მნიშვნელობის გარეშე 200 ქუჩის ქალი აკეთებს ამ სისაძაგლეს ღებულობს ფულს ფინანსდება ელტონ ჭყონიასგან და LGBT მამუკასგან და კიდე სხვა ფონდებისგან და ეს 200 ქუჩის ქალი აკეთებს ისე იგი თელ სახელმწიფოს აზანზარებს და აჯახჭახებს და კაცი პატრონი არ არის თავარ ქუჩას კეტავს ეს 200 ქუჩის ქალი უკვე როგორ არის იცით აი ეს მოძრაობა ეგრეთ წოდებული ნუ არ ვიცი რა ხლა რაც არის ეს უკვე გახდა თავიდანვე ნუ ეხეს ფემინისტური რაღაცა ტენდენციები აქვს მძლავრობდა მაგრამ ეხლა უკვე აბსოლუტურად ფემინისტური გახდა ეგა ძვირფასო მეგობრებო ხო ეს კაცები ეს საყურებიანი კაცები გაწიეს აი ამ ესე იგი მაგინებელმა კალებმა ეს საყურებიანი და ეს ნაზიკობიჩები სამაგიეროდ მარეგულირებული კომისია ჩვენ გვეუბნება არ თქვა არაფერი ხო და აი მოვიდნენ ქალები ესე იგი ეს ისა რა ქვია ქუჩის ქალები რომლებიც ესე იგი უკანასკნელი სიტყვებით იგინებიან ესე გეუბნებით აი ვაგზნის ლოთები რო აგინებენ ერთმანეთს აი ეს გოგოები იგინებიან ისე ჯერ რას სიტყვებით მღერიან რას მღერიან საერთოდ და მე გეუბნებით ძირფასო მეგობრებო რომ ესე ქვეყანა არ აშენდება ამათი იდენტიფიცირება უნდა მოხდეს და ესენი რა სტუდენტი რისი სტუდენტი უნდა გაირიცხონ ყველანი კაცო და ესენი უნდა მიეცნენ კონკრეტულ პასუხის კონკრეტული ესე იგი მუხლით ეს სისხლის სამართლებრივი დევნა იქნება თუ ადმინისტრაციული სამართლით იქნება ესენი უნდა ესე სხვანაირად არ შეიძლება ეგა რა არ შეიძლება ესა ეს უციგნური გოგო ეხლა ეს ბუკია რო არის ეს არის ლევან გოგიჩაიშვილის ცოლი არ არის ეგა მე რამდენიმე კაცი ვიცი რომელიც ცოლმა გაანაცა ლევან გოგიჩაიშვილი იყო ნაციონალური მოძრაობის წინააღმდეგ ბრძოლაში ერთ-ერთი ავანგარდისტი რა ხო და აი ამ ქალმა რომელიც იყო ნაცი და აი არის ნაცი ეს ბიჭი გაანაცა რა არის რამდენიმე კაცს ვიცნობ ეგეთ რომლებიც აი ცოლებმა გაანაცეს ხო და ქართველო კაცებო რა თქვენ ცოლებს ნუ გაანაცებინებ თავს და ცოტა ღირსება იქონიეთ. არა მე ისიც ვიცი მაგალითად პროფესორია ერთი თქვენც იცნობთ ალბათ შეიძლება არ შეიძლება იცნობ. ნუ არ მინდა გვარსახელის დასახელება და თვითონ არის ამ ნუ ნაცების მოწინააღმდეგო ცოლი ყავს. ნუ კარგად ყოფილა. ხო და ესე ზოგი ისე მაგითი რაღაცა ეს საბაზრო ეკონომიკაზე გადავედით ამითი რა უნდა იცი თუ ისინი მოვლენ იქითკენ და აქითკენ ოჯახში ბალანსი არის დაცული კი ბატონო ანუ რომ წაგებული არ არის წაგებული არ დარჩნენ არის ეს ხალხი კაცო მე იცით რა არის აი იმისი არ იყოს ხო გითხარი კაცო კაცი წავიდა ეგერ იმას პრემიერის ოჯახთან იქეიფა და მე წამოვიდა და გვარამიას დაუჭირა მხარი ეს მითქვე ეს რა ასიზამე ხლა არის ხალხი რომელიც ერთი ადგილის თამაში რო ჩატარდეს ჩემპიონატი ჩვენ პირველზე გავართ კი სამწუხაროდ და ამან მიგვიყვანა ჩვენ ბატონო ნიკოლოს აქამდე რა იმიტომ რომ ხან ცხონებულის ვიადის დროშას აფრიალებდნენ მე ჯაბას ჩაუხდნენ კალთაში მე შევარნაძეს ჩაუწვნენ ლოგინში მე მიშას ჩაუწვნენ კრაოდში მე ბიძინა ივანიშვილს აეტორღლიანენ აი ამ ქუჩის ისა რა ქვია ძაღლებივით
ეხლა კიდე აცეცებენ თვალებს, რომ აი აბა საით გაფაჩუნდება, საით საით დაბერავს ნიავი, ვის შევეკედლოთ, სად იქნება უფრო კარგი სახრავი და აი ესე იგი ამათი ცხოვრება, ეგენი ერთდათავად ესენი ხო საწოდავი ადამიანები არიან. ესენი ხო საწოდავია, სამარცხვინოები რო არიან და მაგათთან ერთად არაფრის გაკეთება, მაგათთან ერთად როგორც იტყვიან, დაზვერვაში წასვლა რო არ შეიძლება და მოღალატეები არიან და ყველაფერზე მოაწერენ ხელს ოღონდაც რაღაცა. საქართველოს რამ დაღუპა? საქართველოს რისთვის დაიღუპა? აფხაზეთი რისთვის ჩაბარდა? ცხინვალი რისთვის დავკარგეთ? რომ 5-6 ოჯახს რუსთაველის პროსპექტზე ბუტიკები გაეხსნათ და მაღაზიები გაეხსნათ. აი ამას შეეწირა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა. და სანამ ჩვენ ამას არ გავაცნობიერებთ და სანამ ჩვენ ამას არ მივხვდებით, საშველი არ იქნება ძვირფასო მეგობრებო. არ იქნება საშველი, არა. სანამ ის დამნაშავე ოჯახი, რასაც ქვია კოდუები და ლაურა გაჭავა და აი ეს სამარცხვინო ქუჩის ქალი, ისა რა ქვია, ვინც არის ეგა რა, ისა ნანულა ჟორჟოლიანი დარბის და დამნაშავე სვანი ბიჭები როაცემინა მაგა სვანი ბიჭები ერთი წამი ბატონო დიტო არ შეიძლება ნანუკა ჟორჟოლიაზე მარეგულირებელმა კომისიამ გითხრა ხმა არ ამოიღოთო გესმის? კაცო მე ვამბობ რომ ნანული ჟორჟონიანი არის ქუჩის ქალი არ შეიძლება ქუჩაში დგას სულ და იმით არ შეიძლება ამის თქმა მარეგულირებელმა კომისიამ რომელშიც არ ვიცი მე რა ისინი აქვს მე ერთი სული მაქვს რაღაც სხვა პლატფორმებზე გადავიდე რომ ამ ესენი ვამხილო მე რა მარეგულირებელი მარეგულირებელ კომისიას ისი არ წაიყვანონ საქმე რომ ეს არის აბაშიძე არის იქა მისი ხელმძღვანელი სხვათა შორის ზურა აბაშიძე. ზურა აბაშიძეს მინდა მივმართო რა. თქვენ ხო იმ კაცის შვილი ხართ, ვინც ვასილ ჯავანაძესთან ერთად მუშაობდა. თქვენ ის კაცი არა ხართ? და თქვენ რა გინდათ რომ ბოდიში და ის ხალხი მოვიყვანოთ კიდე რომელიც ბოდიში ქვეყანას ანგრევდა? არ ვიცი რა ხდება ხალხო რა არის რა უბედურება მე მინდა ამ ხელისუფლებას მივმართო უწყება რომელიც უნდა ექვემდებარებოდეს ესე იგი გამოხატვის თავისუფლება ყოფილა გინება ესე იგი პოლიციის იმისი და მე რო თქვა სიტყვა მეძავი და პიდარასტი ეს არ შემიძლია გესმით და რატო არ შემიძლია მეძავი თუა მეძავია პიდარასტი არის კიდე ისა რა ქვია სამედიცინო ტერმინოლოგია მაგრამ ესენი ახალი გენდერული იმითი იმაშვებიან თან ესე იგი deep state-ზე ლაპარაკობენ თან კიდევ იმ deep state-ის შექმნილი კანონებით მუშაობენ კვლავ კაცო ჩემ მშობლიურ ვანის რაიონში ჩემი მეგობარი კაცი არის რა ჩამოიტანა აპარატურა საპნის წარმოება უნდა დაეწყო ეს ნაძირალები მივიდნენ და ფული მოთხოვეს კაცო პირდაპირ გაუნადგურეს კაც ყველაფერი რა გასახანი არ მისცეს და კიდე ცენტრალური ბაზარია. ეს ის კაცი არის, აი ჯვარი რო აღმართა და ეს ჯვარი რო დაამხეს და დაჭრეს და გადააგდეს და სადღაც ეხლა იქ მოისროლეს, იქ ნარკომანების ბუნაგად არის იქაურობა ქცეული. იცი რა, არ მინდა ეხლა მე ჩვენ მეგობარი კაცი და მისი გვარი და სახელი ჩვენ უნდა ვიშალოთ ნერვები. ჩვენ უნდა ვიშალოთ აქ ნერვები, ზოგიერთი რესტორანში ვიტყაპულოს მუცელი და ბარკალი არ გააგდოს პირიდან, ხან იქით გადავა, ხან აქით გადმოვა. და ეს ხალხი უნდა იყოს დაწინაურებული მუდამ და ჩვენ კიდე უნდა ვიყოთ მსხვერპლად რა შეწირული ყველა სისტემას რა. კაცმა ბიჭო მაგი არ ვიცი ესე იგი როდესაც აგენტურის კანონის იღებდნენ ადგა და ბოდიშები იხადა მე არ მივიცია ხმაო და მე ის კაცი მინისტრად დანიშნეს რა. რაზე არის საერთოდ ლაპარაკი რა. ესე იგი მე ვიძახი კიდე ხელისუფლებას მივმართოთ უნდა გაგინოთ გლანძღოთ დედაგიტრიალოთ უნდა გიღალატოთ და მე ვიქნებით კარგები მარტო ვინა ხართ რა გინდა ვითხარი ჩამოყალიბდით ბოლო-ბოლო რა ნანუკა ჟორჟოლიას რო უთხარი ესე იგი მეძავი ხარ მეთქი ამის გამო მე უნდა ჯარიმა დამეკისროს აქა კაცო ის ხალი არა პროტესტებს ამას ხო ის ხალი არა ის ხალი როგორ გააპროტესტებს ეხლა ვერ გავიგეხნება ის ხალი არა პროტესტებს ალბათ რა უნდა ვერ გავიგე არა გვიკიტინებენ რასაც ქვია რა უნდა სილქნეჭი არ ჩაგვდეს მე მეუნებიანი ეხა დაგჩავენ ეგ ჩაჩაქთავენ სამაგიეროდ იქ ჩართული ყავთ ეს ნაცების ყველა არხი კაცო ისინი ჩართული ყავთ რაზეა ლაპარაკი ფულსაც აძლევენ ფულსაც აძლევენ კი ბატონო აძლევენ ფულს ახლა თქვენ რა გონიათ ეს სულელი ქალი რო არის ბოგერიას ძოლი რო გამოდის ესე იგი დღე და ტარდა ცოცხალს აგინებს ეხლა ხდება ამ იაგო ხვიჩიას რაღაცა ბოდიში და პედესტალზე აყვანა
ეს კაცი არ იყო გასაბერ ეკლესიებს რო აკეთებდა. ეს კაცი არ იყო რო თქვა რომ ჩემი პატრიარქი არისო, რა ქვია, ამერიკის ელჩიო. ეხა დაატარებენ პირველ არხზე რუსთავზე რომ ჭკვიანი რაში არის კაცი რო იმას იტყვის ჩემი პატრიარქი ამერიკის ელჩიაო. ეს არის ჭკვიანი კაცი. კაცი რო გასაბერ ეკლესიებს და გირჩი სექტა რო შექმნა ეს არის. კაცი რომელიც მარიხუანას და ნარკოტიკების იმას ლეგალიზაციას იმაშებოდა ეს არის. კაცი რომელიც სააკაშვილი საჯარო რეესტრის ხელმძღვანელი იყო ეს არის კარგი კაცი. და კაცი რომელსაც აქვს აი შექმნილი აი საქართველოს დაბადება და ერთადერთი მიზანს ემსახურება ეს საქართველოს დაბადება რომ ეს პატარა ეს სათამაშოებად რო ყავს ის რესპონდენტები რომ წარმოაჩინოს რაც ცუდი ცხოვრება იყო საბჭოთა კავშირის დროს გესმის რომ ყველაფერი ცუდი იყო ყველაფერი საშინელება იყო და თურმე ეს კაპიტალიზმი ყოფილა კარგი და მაშინ ის სოციალიზმი ყოფილა ცუდი გესმით ესე იგი ბიჭო გაგიჟდები, ესე იგი, თუ პატრიარქს აგინებ, პირველ არხზე მოგიწევენ და პარლამენტში შეგიყვავენ. თუ ბოდიში და არაეროვნული ხარ, ეროვნული ცნობიერების წინააღმდეგა ხარ, მაშინ ესე იგი გზახსნილი გაქვს. თუ ანტიეროვნული ხარ, უნდა იყოს მაღლა რომ და ფრინა, აი ეს იმისი არ იყოს, მაღლა უნდა იყოს. მე გეუბნები ძმაო რა. გამოსავალს მე ვხედავ მეტაში ვაგი. ეხლა ამას ამოჭრიან და დადებენ ხო იცი რა ხდება ეხლა TikTok-ზე და მე იტყვიან. ეხლა მე კიდე რა იციან იცი ეს ჩვენი საზოგადოებაც ხო საერთოდ ის არის. ეხლა ხანდახან მთელი 2 საათი გადაცემა რომ მიდის ვიხუმრებთ რაღაცა და ამოჭრიან იმას გავუშვებენ ვითომ აქ მართლა ესე კომედი შოუ იყოს ეს გადაცემა რა. ჩვენი საზოგადოება არის რაზე დაგეშილი გინებაზე რაღაცა უკობილო ხუმრობაზე მეტი არაფერი არ აინტერესებს რა. ვიღაცა სულელი არის TikTok-ზე მთელი საქართველოს იმ ხალის ლაიმით ლაპარაკობს ესე. და არანუ გეუდები საქართველოს ჩამოყალიბდა დიდ ფსიქიატრიულ კლინიკად რა. დიდი ხანია თან. აი ამ TikTok-ზე რო შეხვალ განსაკუთრებით, ესე იგი, აი კიდე ერთხელ წმუნდები რომ ნაღდათ აი საგიჟეთში ვცხოვრობ ჩვენ რა. არ ვიცი, აი საგიჟეთი არის, ეს ქვეყანა აღარ არის ხალხო. და აი ამის მოწმობს აი ეს ეხა ნახეთ აი როგორი მეთოდები არის ეგ სხვაგან და ჩვენთან. Was macht Israel in Gaza? ეს არის პალესტინელი. ეხლა ჩვენები ჯობიან ისე მე მგონი. არ იქნება სამართალი. და ესე იგი, ამაშიც რომ უნიჭოებია ქართველები, ეს გამოიღეს იქიდან, იმ პალესტინიდან წამოიღეს. ის გოგო შეიძლება პალესტინელი არაბია. არ ვიცი. ესე იგი, ყველაფერში მე აი ყველაფერში პლაგიატები არის. ესეც კი ვერ მოიფიქრე, ეს რომ რაღაცა სხვანაირად გაიგე. მე მგონი ის გოგო პალესტინელი არაბია, ის არ იქნება სამართალი არ იქნება. გეხვეწები თავქალებზე ცოტა სხვანაირად ილაპარაკეთ. სხვანაირად როგორ დადარაჯებული. არ ვიცი, ქალზე ლაპარაკ, მარტო იმებზე უნდა ვილაპარაკოთ, გეუბნები ესე იგი, ქალზე არ შეიძლება ლაპარაკი, გენდერი კვლავად ჩაწერილია ბრალში. პოლიტიკური პროცესი არის აბსოლუტურად ფემინიზაცია მოხდა. ყველგან ქალები არიან, ეს კაცები გაიწინე, გვერდზე. ესე ვინც კაცები არიან, ისინიც ქალები არიან, მე მგონია. ახლა ნიკუტა გვარამია, კაცია თუ ქალია. ახლა გეხვეწებით, უნდა ვალდებული ვარ, შეგაწყვეტინოთ, არ შეიძლება, ეს არის თქვენს მიერ, ეს არის ხომოფობიური განცხადება. ახლა რამდენი თითქმის უნდა ესე გითხრათ. და ღიმილი არ უნდა მქონდეს. ესე იგი, მე რა ვქნა ახლა? მაშინ აი ესენ კაცრი სახით. კაცრი სახით და დაგტუქსოთ, ეს სახაზავი უნდა მოვიტანო, დაგარტყა. გაჩერდი ახლა და მე ის კომისიის მარეგულირებელი იტყვის. აი, სწორად მისცა შეჭი. ვინ არის კომისიის თავმჯდომარე? აბაშიძეა. აბაშიძე? ირაკლი აბაშიძე. ირაკლი პოეტი? არა, კაცო, ის არ გაცოცხლებოდა. რეინკარნაცია არ მომხდარა იმისი. ხო და არ ვიცი, აი მე აი იქ ბექაურიც არის სხვათა შორის ხო. წერები მოუშვა მაგან ბოლოს ხო მე მგონი. ხო და მე ერთი რამე მაინტერესებს. ეხლა ესენი რატო ყოფენენ, იცი? მთელი ამბავი რო ატყდა რუსული ენის ის მისცესო
ანუ ეხლა ამათმა გაანეიტრალებენ ამით, აი დავსაჯეთ ტელეკომპანიას სეზონი. გესმის? კი მივეცით. შეიძლება ტექნიკური მხარე იყო, ვისაც არ უნდა შეეტანა, ყველა მიიღებდა, რამდენ ენაზეც გინდა იმაუწყებლე პრობლემა არა. ესე ტექნიკური მხარე, რამე ისეთი კი არ მოუწიათ რაღაცა. რამე რო ყოფილიყო არც მოგცემდნენ ესენი, ვალდებულები იყვნენ. და არაბულად რო წავიყვანოთ. ეგეც შეიძლება, კი ბატონო, არაბულადაც შეიძლება, ყველაფერი შეიძლება. მოვიყვანთ და მაგათ გავაგიშებ საკითხს. ხო და ეხლა ესენი არაბულად უნდა ეხლა ესენი ამითი რაც ეხლა გააკეთეს იმათ ეუნებიან რა ქვია იმ იმას რა ამ ლიბერასტებს რომ აი ჩვენ ეგეთები არა ვართ ეხლა აი ესენი დავსაჯეთ ამას მიიღებენ და ბატონო ნიკოლოს თევზი თავიდან ყარს კარგად ვიცი მაგი ამბავი მე იმისი არ იყოს ის ულვაშებიანის ნახელავია ეს ხო და ულვაშებიანის არის თუ ულვაშოსი არის ერთი ნაგავია ეგენი მაგრამ მაგას არ აქვს მნიშვნელობა ამ და მე მაინტერესებს აი ეს საინფორმაციოები რო გააკეთეთ სააგენტოები ეხლა კარკრას გამახსენდა ეხლა კაციშვილი რო არის ის მაგათი არსებობა ამხელა დაფინანსებები რო არის კრიტიკული მომენტები რო არის და ყოველთვის იმ პეპლებზე და ყვავილებზე რო წერენ იმ თავის სააგენტო ისთვის ვიხდიან ფულს აი გეკითხები ჩვენ ტელევიზიაზე ხუჯერ მეტი დაფინანსება აქვს ამ საინფორმაციო სააგენტოებს სახელმწიფოებმა ლაპარაკი და როდესაც ქვეყანას უჭირდა ესენი იქ იმაზე რა ქვია გოგლი მოგლიზე და იმებზე იმაშვებოდნენ რა კი ბატონო კი და იმაზე სოფიკო ისა ნიჟარაძე მისი სააკაშვილის საყვარელზე წერდნენ რაღაცებს ხდებით რა ვიცი რა და ბოლოს ჩვენ გამოვდივართ კიდე ტყუანები გესმის მე რო ხელისუფლებას აგერ კი არ ვიცავ მაგრამ ლაპარაკობ არ უნდა ჩამოაგდონ არ შეიძლება რაღაცაო მე გამოვდივარ ტყუანი კიდე რა მე მაჯარიმებს ეს მარეგულირებელი კომისია რა გავაკეთო არაფერი გამოსავალი არის როგორც გითხარი ეს ერთი ვარიანტი ან და მეორე ბატონი გრიშა მიუგზიოთ და ერთი ორი ეგრეთ წოდებული ვასოგოძიაშვილის არ იყოს ერთი ორის მეშნოის სიტყვა ვათქმევინოთ აი ამ არეგულირებელი კომისიისთვის და ეგ იქნება არაფერი რა ეს არის ესე იგი გაძაღლებული ცხოვრება რა მეტი არაფერი არ ქვია არა ამათ რა უნდათ იცი მარეგულირებელ კომისიაში რომ ჩვენ გადავიდეთ ეხა ნაცების მხარეს ნაცების მხარეს და მე იტყვიან რომ ეგ ხო არ გამოვახა არა მაგათ მიზანი ეგ აქვს ვინ ჩვენ გვიცნობს ეხლა ეგ ხო გამოვახა არა მაგათ ეგ უნდა და მე იტყვის კაცო მე ის იტყვის რომ აი ნახე ძმაო ნაცები ყოფილან ნაცების მხარეს გადავიდა მაგათი გვარი და ჯილაგი ეხლა ნაცების მხარეს რო კაცი დადგება ის იმას ეხლა ჩვენ რა ველაპარაკოთ უბრალოდ ჩვენ გვინდა რომ ეს ხელისუფლება გამოვაფხიზლოთ კაცო ჩვენი პრინციპი მოქმედებისა ძვირფასო მეგობრებო არის ცნობილი ქართული ხალხური ანდაზა თუ გამოთქმა რა ვიცი მოყარეს პირში უზრახე მტერს პირს უკანაო აი ესე არის რა ჩვენ თუ ხელისუფლება მოგვისმენს ჩვენ არა ვართ ამ ხელისუფლების მტრები იმიტომ რომ აი ამ შექმნილ პოლიტიკურ სიტუაციაში ჩვენ ვერ ვხედავთ უკეთეს პოლიტიკურ ძალას მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ ესენი ყინწვისის ანგელოზები ვყვანან ეხლა ჩვენ და რაღაცა არ შეიძლება ამათ შეას გეუბნებით რომ ეს კულტურის მინისტრი ეს რუხაძე არის ნაცი და არის თან მერე უკულტურო წარმოდგენა არა აქვს ამას და კიდევ ერთხელ გიმეორებ რომ სირცხვილია ოთარ თაქთაქიშვილის ქვეყანაში ეს ქალი იყოს კულტურის მინისტრი მისახევდია განათლების სამინისტროსთვისაც და კიდევ ერთხელ გეუბნებით ჩამოათრიეთ კეზერაშვილი დააგეგმეთ სპეცოპერაცია აიღეთ თავზე ხელი და გეყოთ ვაშკაცობა და ბატონო დიტო რა შენი ჭირი მე რა კეზერაშვილი გახარია აგერ აგდია მოდის და გახარიას მიხედოთ რა ნუ გახარიას თუ უნდათ მიხედავენ თუ არა კეზერაშვილი ჩამო გახარიაზე აგერ ჩორჩანასთან დაკავშირებით მინისტრმა გომელაურმა ჩვენება მისცა კახიშვილმა ჩვენება მისცა სკიტიშვილმა ჩვენება ყველა მისცა ჩვენება მის წინააღმდეგ რატო არ იჭერენ არაფერი არ შევხედოთ ესეც გაიქცევა ეხლა ცოტა ხანში აგერ და შევხედოთ ვერ გაიქცევა რატო ვერ გაიქცევა თუ გაიქცევა და გააპარებენ ესენი და მაგასაც ვიტყვით კაცო არა გაიქცევა მეთქი გეუნებით ვერ გაიქცევა თუ ამათ არ გააპარეს ხო და გაიქცევა იმიტომ რომ სანამ არ მე რო გაიქცევა მე აქ არ იყო კაცო ის კეზერაშვილი კეზერაშვილი აქ იყო და ეს თემურ ალასანიაც აქ არისო ისა ელისო კილაძე რომ მანქანაში ჩაუწევდა ეს ელისო კილაძე რა გახდა არა ეს ელისო კილაძე კაი გამახსენეთ მეუფეს შეუვარდა იქა შეურაცხყოფა მიაყენა კაცო ვერ გავიგე მეუფეს ელაპარაკება როგორც პატარა ბავშვს ამ რომლის დამსახურებაა რომ ქართული ისმის იქა და ანუ რაღაცნაირად აი ქართული ფესვები გარეწარი ქალი არის ქართული გეხვეწებით არ გინათ რა კიდე ჯარიმას აქტივი არის გარეწარი და არ მინდა მევალდებული ვარ უფრო მეტიც არის კიდე არ მინდა ნუ ლაპარაკო იმას ვერ ვიტყვით ორი არის ხო და ესე იგი მეუფე დაუცველია პოლიციელი დაუცველია მე მეუფე გიორგიზე მინდა ვთქვა რომ ეხა იცით რა არის ეს კაცი რომ არა იქ ქართული არის
საქართველოს ვერ გაიგონებდი თქვენ და მივარდა ვიღაცა და შეურაცხყოფას აყენებს. ეხლა მაინტერესებს ვინმე სხვას რო გაეკეთებინა, ხო გადაასახლებდით რა. რა გახდა ბოლო-ბოლო გითხარით ეს ხალი ვინ არის ბოლო-ბოლო რა? ვინ არის კაცო და არა მე მაინტერესებს ერთი რამე სუსის რაღაც გაყოფილების უფროსი თუა თქვით ეხლა ვერ გავიგე რა. ჯერ ეს ერთი გვაინტერესებს. თქვენ ქვეყანას ესე იგი იმას შირქიმოს ხო? ეს სუსის აგენტია, ეს სუსის აგენტია და ის სუსი ფარველობს მაგას თვითონ რა. კაცო, ბატონო ნიკოლო. ესე იგი ყველა ინფორმაციები მაგასთან იყრის და რამდენი წელი გავიდა? ჩემი ჩიტი, ჩემი ისა, რამდენი წელი გავიდა, რაც აი ამ უხსენებელი საღორის ტყის ნაზი შეკრებილი არიან ეს ულვაშებიანი ბოდიშ და გეიმაპის წარმომადგენელი ეგა და ქვეყანას უწყობენ დივერსიებს რა. კაცო, მაგას აღმოუჩინეს თუ არა ეგრეთ წოდებული კოლ-ცენტრი. არ ვიცი ამოუჩინესო ამბობენ და რა ამბობენ მთელი ნახევარსაათიანი სიუჟეტი იყო კაცო ტელევიზიით და ერთი ამბავი ატყდა გამოიტანეს იქაც და დახურული კომპიუტერები და ლეპტოპები და ისინი და ხალხი იყო იქ ახალგაზრდები და ისა და ვიღაცა აფერისტი რო არის კიდე სამშენებლო კომპანია სვეტის ისა ეგ მაგას ქვეყნის ფულებით წაართვა მაგან თუ რაც იყო სად არის გამოძიების შედეგები გამოძიების შედეგები სად არის წელიწადზე მეტი გავიდა ვაშაძეს უპოვეს, ვაშაძის ძმას უპოვეს კოლ-ცენტრი. გამოძიების შედეგები, მაშინ ძმაო გამოდი და თქვით, რომ ესენი არიან ჩვენი აგენტები. და ამათ ჩვენ ხელს არ ვკიდებთ. და გვეწოდინება, ქემაინც, ვის ატყუებთ თქვენ რაგაცო? აი გასაგები. აი ბატონო დიტო გასაგებია ყველა. ბატონო დიტო იყო ჩუბინიძე ჩვენი გადაცემის სტუმარი, მადლობთ ბატონო დიტო. დღეს ჩვენ ამით დავევშვიდობებით და ნუ ხვალ შევხვდებით ერთმანეთს საღამოს 9 საათზე კარგად ვწამდებოდეთ.